მოგესალმებით, თქვენ უყურებთ საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის ვიდეო პოდკასტს სახელწოდებით როგორ და რატომ. მე მისი წამყვანი ერეკლე შუბითიძე ვარ. დღეს ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე, გავაგრძელებთ ჩვენი რეგიონის მიმოხილვას და გავაკეთებთ ძირითადად დღეს სომხეთის ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი მეგობრის და მოძმეერის მიმოხილვას. ვისაუბრებთ სომხეთის ურთიერთობაზე რუსეთთან, ვისაუბრებთ შიდა პოლიტიკაზე და გარე პოლიტიკაზე და რა გავლენები შეიძლება ამ ყველაფერმა იქონიოს ჩვენ რეგიონზე. დღეს ჩვენი სტუმარია საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, საქართველოს სომხური სათემო პლატფორმის ხელმძღვანელი ბატონი გიორგი ტუმასიანი და შემდეგი საათნახევრის განმავლობაში დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ვისაუბრებთ იმ თემებზე, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი მეზობლის შესახებ. ვიდრე გადავალთ პირდაპირ კითხვებზე, მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ სიმართლე გაცილებით უფრო რთულად ვრცელდება ვიდრე დეზინფორმაცია, ამიტომ გთხოვთ არ დაიზაროთ, მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, აქტიუროთ კომენტარებში და რა თქმა უნდა გამოიწეროთ ჩვენი YouTube გვერდი. დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ. დიდი მადლობა გიორგის სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით. ძალიან საინტერესო თემა არის და ფიქრობ დავიწყოთ კონტექსტით, იმიტომ რომ ყოველთვის მნიშვნელოვანია მაყურებლისთვის შევქმნათ კონკრეტული ხედვა, ანუ საიდან გამომდინარეობთ და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამ გზაზე არის ის, რომ სომხეთს საუკუნეების განმავლობაში ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ურთიერთობები აქვს რუსეთთან, განსაკუთრებით უსაფრთხოების საკითხებში და ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ჩამოყალიბდა ეს დამოკიდებულება და რამდენად ღრმა არის ის. ეს დამოკიდებულება პრინციპში ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირის პერიოდიდან, რადგანაც საბჭოთა კავშირის პერიოდის შემდეგ, როდესაც დაიშალა, ბუნებრივი მდგომარეობა შეიქმნა, რომ სომხეთს მოუნდა უსაფრთხოების გარანტორის ყოლა იმ ვითარებაში, იმიტომ რომ ეგრევე გადავიდა ეს კონფლიქტში, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს უკვე იწყებოდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი აზერბაიჯანთან და შესაბამისად სჭირდებოდა მოკავშირე და იმ მომენტში უნდა გავიაზროთ, რომ ამ სივრცეში ერთადერთი რეალური სიძლიერის ცენტრი იყო, რა თქმა უნდა, მოსკოვი და რუსეთი. და შესაბამისად სომხეთს ისედაც ჰქონდა უკვე დიდი კავშირები რუსეთთან, ისტორიული კავშირებიც მათ შორის, ეს ჯერ კიდევ იმპერიის დროს მომდინარეობდა, როდესაც რაღაც პერიოდის განმავლობაში ისტორიაში სომხეთი და რუსეთი აღმოჩნდნენ მოკავშირეები და იმ დროს გარკვეულწილად იმპერიის დროს პრინციპში რეალური მოკავშირეებიც იყვნენ რაღაც ეტაპებზე იმპერიის, როდესაც ემთხვეოდა ინტერესები სომხეთის და სომხების და რუსეთის. თუმცა საბჭოთა კავშირის პირველი რესპუბლიკის დროს უკვე სხვა დინამიკა იყო საერთოდ, გენოციდის პერიოდში სხვა დინამიკა იყო, უკვე არ ემთხვეოდა მნიშვნელოვნად ინტერესები სომხების და რუსების და შემდეგ საბჭოთა კავშირის დროინდელი პერიოდიც ასევე საკმაოდ რთული პერიოდი აღმოჩნდა, მათ შორის თავისი შიდა პოლიტიკური ნიუანსებით, ასევე აი ყარაბაღის თემას უკავშირდება, იმიტომ რომ სომხები არ თვლიდნენ იქ, რომ ყარაბაღში რუსეთი მხარს უჭერს და ძალიან ბევრ ეტაპზე ამ თავდაპირველი კონფლიქტის პირიქით პოზიცია იყო. თუმცა, როდესაც დაშლა უკვე დაიწყო საბჭოთა კავშირის, ბევრმა ჩათვალა იქ, მათ შორის იმ დროინდელმა სამხედრო პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, რომ საუკეთესო ვარიანტი არის, რომ რუსეთთან შევინარჩუნოთ კონტაქტები, ამაზე უკეთესი ალტერნატივა იმ დროისთვის აქ უბრალოდ არ არსებობდა, იყო კიდევ თურქეთი, თუმცა აშკარა იყო, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი ერთად უფრო ახლოს იქნებიან და თურქეთთან სომხეთის ურთიერთობის გაუმჯობესება, მით უმეტეს ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე არ გამოდიოდა, ამიტომ ძალიან ბუნებრივი პროცესი იყო, რომ რუსეთთან დაიწყო დაახლოება, ეს ამის შედეგად გაფორმდა უკვე ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც რუსეთის ჯარი დარჩა გიუმრიში. მეორე ბაზის სახით, ასევე ერევანში, სადაც არის ერებუნის სამხედრო აეროდრომი, სადაც რუსები ასევე არიან განლაგებული და პრინციპში ბევრი ფუნქცია, მათ შორის მაგალითად ფსბ-ს დაიკისრა საზღვრების დაცვა, იყო ეს ფუნქცია საბჭოთა კავშირის გარე საზღვრებზე ისედაც თურქეთთან და ირანთან და დარჩა ეს ფუნქცია რუსეთისთვის და აი ეს ინერციით
გაგრძელდა ეს ჩაითვალა ყველაზე ოპტიმალურ გადაწყვეტილებად იმ მომენტისთვის. კი ბატონო, ძალიან საინტერესო თემა ახსენეთ, ეს არის ყარაბაღის თემა, რამაც ჩემი აზრით გარდამტეხი მნიშვნელობა ითამაშა საბოლოოდ სომხეთის დღევანდელ პოლიტიკაში და ამან ძალიან ბევრი რაღაცა შეცვალა 2020 წლიდან მოყოლებული. თუ შეიძლება ვისაუბროთ კონკრეტულად, როგორ განვითარდა ეს მოვლენები და რა გავლენა იქონია შედეგებმა სომხეთის შიგნით და სომხეთის გარეთ. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს გადაწყვეტილება, რაზეც ახლა მე ვისაუბრე, აღმოჩნდა სრულიად წარუმატებელი. რადგანაც მოლოდინი იმისა, რომ რუსეთთან შეიძლებოდა მოკავშირეობის ჩამოყალიბება, აღმოჩნდა შეცდომა. და ეს არ არის ჩემი შეფასება, ეს არის ფაქტები. მოდი მივყვეთ ამ ფაქტებს, ხო? მივხვდეთ იმისა, რომ სომხეთი ძალიან დიდი რუსეთის წინააღმდეგობით პირველ ეტაპზე, მაგრამ მერე როცა უკვე დაიწყო სომხურმა მხარემ გამარჯვება ყარაბაღში, რუსეთს მოუნდა მხარდაჭერის ჩვენება სომხეთისთვის და იყო იქ ელემენტები მხარდაჭერის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სომხურ საზოგადოებაში ეს ყოველთვის აღიქმებოდა, რომ უკვე სომხური ძალების გარდამტეხი ცვლილებების მერე რუსეთს დასჭირდა ასეთი პროსომხური პოზიციის ვითომ დაჭერა, ანუ ესეთი შთაბეჭდილება და მოსაზრება არის სწორედ სომხურ საზოგადოებაში და არა პირიქით. პირველ ეტაპზე ძალიან აქტიური იყო აზერბაიჯანის მხარდაჭერა, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი არის, რომ სომხეთი სუბიექტი გახდა ამ ყარაბაღის გამარჯვების შემდეგ და პრემიერ-მინისტრი ვაზგენ სარქსიანი მაგალითად იმ დროს, რომელიც ამ ომის დროს თავდაცვის მინისტრი იყო, მერე პრემიერ-მინისტრი გახდა, გამარჯვებული ერთ-ერთი სიმბოლო და ეროვნული გმირი არის სომხეთში. ძალიან სუბიექტურად ექცეოდა რუსეთს, მიუხედავად იმისა, რომ იყო მოკავშირე და თვითონაც ჰქონდა სურვილი, რომ რუსეთთან ჰქონოდა კარგი ურთიერთობები. მიუხედავად ამისა, 1999 წელს რუსეთმა დაგეგმა და განახორციელა სომხეთში, ამას სახელმწიფო გადატრიალებაც არ ქვია პრინციპში, პარლამენტში შეჭრის შედეგად მოკლეს სომხეთის სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობა პრაქტიკულად მთლიანად და მათ შორის პრემიერ-მინისტრი ვაზგენ სარქსიანი. ერთადერთი რომელიც ვინც გადარჩა ამის შემდეგ და ვისაც ჰქონდა მნიშვნელოვანი პოზიცია, ეს იყო ვლადიმერ პუტინის ადნა კაშნიკი, რასაც ეძახიან კგბ-ს მიმართულებით, ანუ ერთად სწავლობდნენ კგბ-ში, იყო რობერტ ქოჩარიანი, რომელიც ხდება შემდეგ სომხეთის პრეზიდენტი. პარალელურად მაგისა ძალიან მნიშვნელოვანია, იგივე დღეს საერთოდ ხდება ეჩმიածინში გარეგინ მეორეს არჩევა კათოლიკოს პატრიარქად, ზუსტად იგივე დღეს ამ ტერორისტული აქტის მსვლელობისას ტერორისტულ აქტს აწარმოებს სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუცუნი ოფიციალურად. დაშნაკცუცუნის წევრი ამას ახორციელებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის. და ამის შემდეგ პრაქტიკულად ხდება დამოუკიდებელი, გამარჯვებული სომხეთის სუბიექტის მთლიანად მოსპობა. რობერტ ქოჩარიანი მოდის ხელისუფლებაში და მთლიანად შემდეგი, ესე იგი, პრაქტიკულად 2000 წლიდან 2018 წლამდე, სანამ, სერჟ სარქსიანი და რობერტ ქოჩარიანი ერთი გუნდის ნაწილი არიან, მთლიანად აბარებენ SS-ის რუსეთს მოკავშირეობა სომხეთის სახელმწიფოს რუსეთისთვის. აბარებენ მთელ ეკონომიკას, მათ შორის ფორმდება ესე იგი შეთანხმება, რომელიც გულისხმობს ქონების გადაცემას ვალის სანაცვლოდ და ეს ვალი დაუგროვდა სომხეთს აი ამ რუსეთთან ურთიერთობის შედეგად, მათ შორის სამხედრო ტექნიკის გადაცემის შედეგად, თუმცა სამხედრო ტექნიკა აღმოჩნდა, რომ არის არა მხოლოდ დაძველებული, არამედ უბრალოდ შეუძლებელი მისი გამოყენება, ანუ ჯართი იყო მიმართული რეალურად სომხეთში, უძველესი ჯართი. და ამის შედეგად მთელი ეკონომიკის, აქ არის ატომური ელექტროსადგური, ჰიდროელექტროსადგურები, საწარმოები, მაღაროები, რკინიგზა, ანუ ყველაფერი საერთოდ გადაეცა რუსეთს, მთელი ეკონომიკა გადაეცა რუსეთს. სომხეთში შეიქმნა ავტორიტარული მართლობა, მთლიანი სისტემის გავლენა მოექცა სწორედ რუსული გავლენის ქვეშ და პრაქტიკულად ამ პერიოდში მოხდა რა გაღარიბება სომხეთის მთლიანად. მიუხედავად იმისა, რომ ხო ეკონომიკური ზრდა სომხეთს ჰქონდა, იმიტომ რომ ეს დაემთხვა ეკონომიკური ზრდის მსოფლიო დინამიკას, რობერტ ქოჩარიანის მმართველობა განსაკუთრებით,
სოციალური ფონი, სამართლიანობა, ანუ ეკონომიკის გადანაწილება, ეხლა ჩვენც გვაქვს საქართველოში ეკონომიკის ზრდა, მაგრამ ეს ზუსტად იგივე და ძალიან გავს პარალელები ისე ვითარება, იმიტომ რომ არ აისახებოდა რიგით სომეხს, ეს აისახებოდა მაფიოზურ კლანურ სისტემაზე, რომელიც ქოჩარიანმა და სერჟ სარქსიანმა შექმნეს. იქ საერთოდ მე ესეთი გამონათქვამიც იყო, რომ Mr. 50% უწოდებდნენ სერჟ სარქსიანის ძმას, იმიტომ რომ ყველა ბიზნესში ქონდა 50%-იანი წილი. კი, მაფიოზურ კლანური სისტემა შექმნეს და ეს რუსეთის ხელდასმით მოხდა, სუბიექტურობა გაქრა, საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე სომხეთი საერთოდ გაქრა, სომხეთის ურთიერთობები დასავლეთთან რჩებოდა უბრალოდ ნომინალურად, იმიტომ რომ იქ დიასპორა არის და კავშირები მაინც საჭირო იყო, მაგრამ ერთ დღეს გაიღვიძა სომხური მოსახლეობა და აღმოაჩინა, რომ ევრაზიულ კავშირში შეიყვანეს საერთოდ დაუკითხავად ამ საზოგადოებისთვის შეთანხმებები გაუწელეს სამხედრო რუსეთს უსასრულოდ და მოკლედ ეს მთელი პროცესი რაც მიმდინარეობდა, ეხლა ვიღაცა იტყვის, აბა ომიგინდათო, ამის სანაცვლოდ რა ნარატივი იყო, ამის სანაცვლოდ იყო, კი აბა ყარაბაღში ომიგინდათ დაახლოებით ეს ნარატივი იყო, რომ თუ გინდათ ყარაბაღში იყოს მშვიდობა, მათ შორის სერჟ სარქსიანმა პირდაპირ თქვა, ეხლა ჩვენ ევრაზიულ კავშირში, იმიტომ კი არ შევდივართ, რომ ეკონომიკა გვინდა, ჩვენ გვინდა რომ ყარაბაღში მშვიდობა იყოს და ამიტომ ევრაზიულ კავშირში რუსეთთან უნდა შევიდეთ და არანაირი ევროკავშირის ის ასოცირება იყო ალტერნატივა. რუსეთის მხრიდან თვითონ ყარაბაღის კონფლიქტი და ის უსაფრთხოების პრობლემები რაც იქმნებოდა სომხეთში თითქოს სავაჭრო თემად იყო გამოყენებული იმისთვის რომ მაქსიმალური კონტროლი დაემყარებინა სომხეთის სამხედრო პოლიტიკურ ელიტაზე და მათ შორის ამასთან ერთად მოსახლეობაზეც ძალიან ღიად შეგვიძლია თქვა რომ ზუსტად ეგრე იყო ბოლომდე ამას იყენებდნენ და საინტერესოა თვითონ ამ პირობებში, როდესაც ესეთი სამხედრო ინტერვენციის საფრთხეს ეუბნებიან ადამიანებს, როგორ მოხდა პაშინიანის მოსვლა მთავრობაში. იმიტომ რომ ის პერიოდი მახსოვს, როდესაც გამოსვლები იყო ქუჩაში და ძალიან ბევრი ისმოდა ეს ამბები, რომ აი ახლა რაღაც არეულობა არ არის კარგი, იმიტომ რომ უსაფრთხოების პრობლემები არის ასე შემდეგ, მაგრამ მაინც სომეხმა ხალხმა მოახერხა და დემოკრატიისკენ უფრო მყარი ნაბიჯი გადადგა, ასე ვთქვათ და ქრონოლოგია როგორი იყო, როგორ მოხდა ეს ყველაფერი? რა მითამაშა როლი ამ სიტუაციაში? კი ბატონო, 2018 წელს სერჟ სარქსიანს ჰქონდა გაცხადებული, რომ ჯერ მეორე ვადა დაუსრულდა პრეზიდენტობის და საპრეზიდენტო სისტემა შეიცვალა საპარლამენტოდ სომხეთში და სერჟ სარქსიანს ჰქონდა ნათქვამი საჯაროდ, რომ არ აპირებს გახდეს პრემიერ-მინისტრი, ანუ ვადის გაგრძელებას აღარ აპირებს. მისთვის არ ქმნის ამ მოდელს პრემიერ-მინისტრობის. და კარენ კარაპეტიანი გახდა იმ დროს პრემიერ-მინისტრი, ჯერ კიდევ პრემიერი, რომელსაც ძალაუფლება არ აქვს და მე ისეთი მომენტი შეიქმნა რეალურად, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე უკვე არმენ სარქსიანი განიხილებოდა, ანუ რეალურად სერჟ სარქსიანს ჰქონდა ორი გზა. ან დატოვებდა კარენ კარაპეტიანს, რომელიც იყო ნომინალური პრემიერი, ანუ არაძლიერი პრემიერი, ასე ვთქვათ და უკვე ხო, ჯერ სიმბოლური პრემიერი და ეხლა უკვე პრემიერ-მინისტრი გახდა ქვეყნის მეთაური და მაშინ დატოვებდა ამას ქვეყნის მეთაურად და რეალური ძალაუფლება უკვე იმას ექნებოდა, ან თვითონ უნდა გადასულიყო იმ თანამდებობაზე და მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ ჰქონდა ნათქვამი, რომ ამას არ ვაპირებ და პირდაპირ თქვათ, კარენ კარაპეტიანი მუშაობდა რუსეთის რამდენიმე სახელმწიფო კორპორაციაში. მანამდე და ნუ იყო აი პირდაპირ რუსეთის კაცი, ოლიგარქიც კი არა, არამედ უბრალოდ კლერკი, ასე ვთქვათ, მათი სახელმწიფო სტრუქტურების, აი დიდი კორპორაციების რუსეთში და ყველას ესმოდა, რომ ეს რუსეთის კაცია, მაგრამ პირდაპირ ვთქვათ იმედი ქონდა სომხურ საზოგადოებას, რომ ნაკლებად კორუმპირებული იქნებოდა კარენ კარაპეტიანი და მზად იყო რომ შეეგუა მაგას, ანუ შეგუებისთვის მზად იყო, რომ დარჩენილიყო კარენ კარაპეტიანი პრემიერ-მინისტრად. თუმცა სერჟ სარქსიანმა გადააგდო მოსახლეობა და ეს ამასაც ვამსგავსებ მე მაგალითად აი ამ ღირსებით ევროპისკენ და მერე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას, ანუ ეს ტრიგერი, იმიტომ რომ მოტყუების ელემენტი იყო იქაც და აქაც. ხო და აი ამ მოტყუების ელემენტის შემდეგ მოსახლეობის მხრიდან დაიწყო ესეთი აქციები, თუმცა
სერჟ სარქსიანი, ანუ ამ კონკრეტულ პროცესში ყველაზე აქტიური გამოჩნდა ნიკოლ ფაშინიანი და მისი პოლიტიკური გუნდი, რომელიც იყო წარმოდგენილი პარლამენტში, რამდენიმე პროცენტიანი მხარდაჭერა ჰქონდა იმ მომენტში და პრინციპში არ ამბობდა, რომ ეს გაყალბებული შედეგები იყო, ანუ მართლა რამდენიმე პროცენტიანი შედეგი ჰქონდა, უბრალოდ ეს მხარდაჭერა არ ქონია სერჟ სარქსიანს ის რაც ჰქონდა. თუ არ ვცდებით არჩევნებზე, ანუ აი ბოლო არჩევნებზე რაც გაიმართა სომხეთში 54%-იანი შედეგი დაიწერა ესე იგი სერჟ სარქსიანის პარტიამ. ძალიან ჩვენთანაც ქართულ ოცნებას იგივე ციფრი აქვს და საინტერესო ის არის რომ აი ამ არჩევნების მერე რაც მერე გაიმართა ახლიდან არჩევნები ბარიერი ვერ გადალახეს 5%-იანი. ანუ 54%-იანი პარტიამ ვერ გადალახა 5%-იანი ბარიერი ერთ წელიწადში არჩევნებიდან ახალ არჩევნებს, მაგრამ მანამდე მივალთ. ნიკოლ ფაშინიანი გამოდის პროტესტით და ხალხს ეუბნება, რომ ჩვენ უნდა გამოვიდეთ ძალიან მარტივი ლოზუნგით. ქაილარა მერჟი სერჟინ, რომელიც ნიშნავს გააკეთე ნაბიჯი, უარყავი სერჟი. და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სერჟი ისევ არ გახდეს პრემიერი. ეხლა უნდა მნიშვნელოვანია გავიგოთ ეს რატო ჭირდებოდა სომხურ საზოგადოებას. ეს არ იყო გეოპოლიტიკური საკითხი, არ იყო საერთაშორისო პოლიტიკური საკითხი, ეს იყო ძალიან მარტივი სოციალურ-ეკონომიკური საკითხი. ქვეყანა იყო სრულ კორუფციაში, ტოტალური ნიჰილიზმი, უიმედობა, სომხები მიდიოდნენ მასიურად ქვეყნიდან, კორუფციის არნახული დონე ყველა ეტაპზე მთელი სახელმწიფო აპარატის სტრუქტურა, არანაირი იმედი იმისა, რომ სახელმწიფო მართლობა გახდება ეფექტური, ასე ვთქვათ, სახელმწიფო გზები არ იყო ნორმალურ ვითარებაში ელემენტარულად. ანუ აი დაახლოებით რო შევადაროთ 2003 წელს უფრო გავს საქართველოს, ანუ როცა საერთოდ სახელმწიფო როგორც ასეთი არ არსებობს და ყველა ფიქრობს როგორ წავიდეთ და უზარმაზარი ემიგრაციის ტალღა არის, ანუ ხალხი მიდის. ამიტომ იმ მომენტში დადგა ესე კითხვა, ან ეხლა რაღაცას ვაკეთებთ და როგორღაც სერჟ სარქსიანს არ ვუშვებთ რომ დარჩეს, ან თუ რჩება, ანუ ამ ქვეყანაში ცხოვრებას აზრი აღარ აქვს და ისედაც ძალიან დაკლებული იყო მოსახლეობის რაოდენობა. გამოდის ნიკოლ ფაშინიანი, იღებს ამ პასუხისგებლობას. მას არ აქვს იმ მომენტში არანაირი პოლიტიკური მხარდაჭერა. მე ხშირად ვამბობ, რომ დღეს საქართველოს პოლიტიკურ ველზე ნიკოლ ფაშინიანის იმ მომენტში არსებული რეიტინგის მქონე 10-ობით პოლიტიკური ფიგურა არის, ან პოლიტიკური სამოქალაქო ფიგურა. არანაირი გამორჩეული პოლიტიკური რეიტინგი მას არ გააჩნია. ბრძოლაში აი ამ სისტემასთან მშვიდობიან ყოველდღიურ მსვლელობა მანიფესტაციები იყო ეს მთელი დღის განმავლობაში და აქციები და ასე შემდეგ, ყოველდღიური დაახლოებით აპრილი, მაისი, ანუ თვენახევარი გრძელდებოდა დაახლოებით ყოველდღე. ამან მიიღო ისეთი მასშტაბი, რომ ნიკოლ ფაშინიანი იქ როგორც პოლიტიკური ფიგურა, როგორც ლიდერი დაიბადა და ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ალტერნატივა ანუ სერჟ სარქსიანის არის ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ-მინისტრობა და ახალ არჩევნებზე წასვლა. შესაბამისად, ყველა თვლის, რომ ეს რევოლუცია განახორციელა არა ნიკოლ ფაშინიანმა, არამედ სომეხმა ხალხმა, უბრალოდ ნიკოლ ფაშინიანი აღმოჩნდა ყველაზე მომწიფებული და მათ შორის სწორად რომ ვთქვათ, გამბედავიც იმ მომენტში, ვინც აღმოჩნდა პირველ რიგებში, აი ამ ბრძოლის პირველ ადგილას, პირველ რიგში, პირველ პოზიციაზე. და ამის შედეგად დაიმსახურა ის პოლიტიკური რეიტინგი და კრედიტი, რომელიც მას გააჩნია. რუსეთს რა რეაქცია ჰქონდა ამაზე, იმიტომ რომ როგორც ისტორიულად არის ცნობილი, რუსეთს მაინდამაინც არ სიამოვნებს, როდესაც მისი ხელდასმული ვასალი სახელმწიფოების მთავრობები იცვლება თუნდაც მშვიდობიანი პროტესტით, საერთოდ არ ადარდებთ მათ პროტესტი იქნება ეს თუ რაღაცა, ვინც არის დასმული, ის უნდა იყოს. რა რეაქცია ჰქონდა რუსეთს, როგორ იყო რამე კონკრეტული ნაბიჯები, რაც რუსეთის მხრიდან გადაიდგა ამის გასაპროტესტებლად ან წინა მთავრობის მხარდასაჭერად? პრინციპში ერთი მომენტი რაც იყო, ის არის რომ ხელისუფლება, ანუ იმ დროინდელი ღიად ამბობდა, რომ ომი დაიწყება თუ რევოლუცია მოხდება. და ყარაბახის ხელმძღვანელობა, რომელიც ყოველთვის იყო რუსეთის გავლენის, კიდევ უფრო დიდი გავლენის ქვეშ, მათ შორის სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობაც, სადაც რუსეთის გავლენა
იმ დროს ძალიან დიდი იყო. ამბობდა რომ რაღაც დაძაბულობა არის ყარაბაღში, რომელიც ნამდვილში არ იყო. რაღაც მომენტებში იყო კიდევაც დაძაბულობის კერები და ასე თქვა, ანუ არ იყო ტოტალური დაძაბულობა, ასე თქვა, ანუ ომისთვის მზადება. თუმცა მცირე დაძაბულობა გარკვეულწილად იყო და ყველა ვარაუდობს რომ რუსეთი და აზერბაიჯანი იქ შეთანხმებულად მოქმედებდნენ. ნუ მე უკვე ისტორიამ გვანახა რომ ეს შეთანხმებულად მოქმედება სულ სხვა მასშტაბებს იღებს და ეს სრულიად რეალისტური იყო იმ დროსაც. თუმცა რადგანაც ნიკოლ ფაშინიანს პირდაპირ ჰქონდა განცხადებული რომ ეს არ არის საერთაშორისო საგარეო პოლიტიკური რევოლუცია, ვექტორს არ ცვლით, ანუ არაფერი არ იცვლება საგარეო პოლიტიკაში, პრაქტიკულად შეგვიძლია თქვათ რომ რუსეთი უძლური აღმოჩნდა რაღაც სერიოზული წინააღმდეგობისთვის და მათ შორის ესმოდა რომ თუ ეხლა გააკეთებს რაიმე მკვეთრ ნაბიჯებს, მოსპობს ყველანაირ შესაძლებლობას ახალ ხელისუფლებასთან დაალაგოს ურთიერთობა, მით უმეტეს როცა ეს ახალი ხელისუფლება არის ძალიან კეთილგანწყობილი რუსეთის მიმართ განცხადებებში და ასე შემდეგ. ნუ იყო რა თქმა უნდა პროპაგანდა იქ მარგარიტა სიმონიანის, სოლოვიოვის, სხვების, ანუ მიმართული ფაშინიანის წინააღმდეგ, რაღაცებს იგონებდნენ სოროსის თემას, რაღაც NGO-ების, ანუ დასავლეთის, მოკლედ ფერადი რევოლუციის და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ყველაფერმა ვერ გაჭრა. ანუ მაინც სომხური საზოგადოება ცოტა სპეციფიკური არის და იქაც გამოჩნდა ეს სპეციფიკურობა თან იმხელა მასშტაბები მიიღო ეს ყველაფერი რომ ანუ ამის წინააღმდეგ წასვლა იყო ძალიან ძვირი სომხური საზოგადოების თვალში და ამიტომ დიდად რუსეთი აქ არ აქტიურობდა და წინააღმდეგ არ წავიდა. კი ბატონო. საინტერესოა პაშინიანის პირველი სვლები რა იყო, იმიტომ რომ მან ჩაიბარა საბჭოთა კავშირის მერე პრაქტიკულად კორუფციით, მაფიური კლანებით, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ვერტიკალი, რომელიც ერთპიროვნულად იმართება. ძალიან რთული პოლიტიკური სიტუაცია არის ადამიანისთვის, რომელსაც რეალურად უნდა რაღაც დემოკრატიზაცია, რეალურად უნდა რაღაც უკეთესი სიტუაციის შექმნა ქვეყანაში. რა ნაბიჯები გადაიდგა პირველი სომხეთის ახალი მთავრობის მიერ? ფაშინიანმა ჩემი აზრით მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ეს ცალკე თემა დატოვა ყველა პრაქტიკულად სამინისტროში მინისტრის მოადგილეები დანიშნა მინისტრებად, ანუ პრაქტიკულად ყველა მთელი აპარატი ტექნიკური დატოვა და არანაირი ტექტონიკური ცვლილებები არ განახორციელა, მოიყვანა თავისი გუნდი ზომიერად, თუმცა სახელმწიფო მმართველობის სისტემა განსაკუთრებით და თვითონ მე უკვე ამას ღიად აღიარებს, რომ მე რუსებმა მთხოვეს, რომ ეხლა სუსის ხელმძღვანელი არ შეცვალო, იმიტომ რომ ჩვენთან არის ნასწავლი FSB-ში და ნუ ჩვენ ვიცით მასთან როგორ და თვითონაც იცის ჩვენთან როგორ იურთიერთოს და ეხლა ვიღაცა რომ მოიყვანო, ვისაც ეს არ ესმის, არ გამოვა ჩვენი თანამშრომლობა. ნუ იგივე ეხება თავდაცვის მინისტრს, გენშტაბის ხელმძღვანელს და ასე შემდეგ, ასე ანუ უსაფრთხოების სფეროზე ძირითადად მარტო არა მხოლოდ უსაფრთხოების რეალურად დანარჩენ სფეროებში, მაგრამ პირველ რიგში უსაფრთხოების, რომ ეხლა ეს ხალხი არ მოაშ, თუ გინდა რომ ჩვენთან კარგი ურთიერთობები და თანამშრომლობა გაგრძელდეს. და ანუ ნიკოლ ფაშინიანი იღებს გადაწყვეტილებას, რომ კაი, ამას არ შევეხები და იწყებს სოციალურ-ეკონომიკურ რეფორმებს. და პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ პარალელურად იწყებს სამხედრო რეფორმებსაც. იმიტომ რომ 2016 წელს აპრილში უკვე იყო ომი აზერბაიჯანთან ყარაბაღში, უბრალოდ აზერბაიჯანის ჰქონდა ესეთი ლოკალური ოპერაცია ყარაბაღში მოწყობილი, რომელმაც აჩვენა, რომ ყარაბაღის ომი არ არის დახურული საკითხი, არ არის ცივი საკითხი და საკმაოდ ცხელი ან შეიძლება გაცხელდეს. და ნიკოლ ფაშინიანს ესმის, რომ ეს თემა შეიძლება იყოს ძალიან რთული. ცდილობს იქ საკმაოდ პრაგმატული იყოს, მაგრამ ამავდროულად ცდილობს ჯარის გაძლიერებას, რაც მანამდე არ ხორციელდებოდა. მანამდე სომხეთის ჯარი იყო ჩაბარებული რუსეთისთვის და რუსეთი ამ ჯარს ანადგურებდა. შესაბამისად, ერთადერთი პერიოდი, როცა თანამედროვე რუსული ტექნიკა შემოვიდა, ის იყო 2018-2020 წლები, როცა ფაშინიანი იმ დროს აქტიურად იწყებს ეკონომიკის გაუმჯობესებას და ნამდვილად აი კიდევ თუ შევადარებთ რაღაც რეფორმებს, გავს ეს 2003 წლიდან დაწყებული, ანუ ვარდების რევოლუციის შემდეგ დაწყებული ამ რეფორმებს, გარკვეულწილად, როცა ხსნის კორუფციას ანადგურებს მეტწილად,
ძალიან დიდი კორუფცია იყო სომხეთში და ამის შემდეგაც პრაქტიკულად გზები უმჯობესდება ერთ წელიწადში აგებს 400-500 კილომეტრს გზებს, სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესება ასე შემდეგ, ანუ სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციები რაც იყო, იმის აღდგენის პროცესი დაიწყო. უბრალოდ ჩამოყალიბების, მაგრამ კი ბატონო. კი ბატონო, და ძალიან საინტერესო არის, ანუ 2016-ში რო იყო შეტაკება, ეს იყო ვიდრე მოხდებოდა რევოლუცია, ხო? 18-ში იყო რევოლუცია. კი ბატონო, და ეს ასევე ნიშნავს თუ არა იმას, რომ აბსოლუტურად ის მოსაზრება, რომ ეს დაძაბულობები, რაც მოხდა ყარაბაღში, საერთოდ არ არის კავშირში იმასთან, რაც მოხდა პოლიტიკურ ველზე. თუ ეს დაძაბულობა, რაც აზერბაიჯანის მხრიდან მოხდა შემდგომში, იყო გარკვეულწილად ხელდასმული რუსეთის მხრიდან რაღაც სადამსჯელო ოპერაციის სახით. რა თქმა უნდა, იყო ხელდასმული რუსეთის მხრიდან სადამსჯელო ოპერაციის სახით, იმიტომ რომ რუსეთმა პრაქტიკულად იმ მომენტში რა დაინახა, რადგანაც ვერ შეძლო რევოლუციის შეჩერება, და რადგანაც საზღვარი არ გააჩნია სომხეთთან და არ აპირებს, ანუ არ არსებობს რუსულ-სომხური ომის გამოცდილება და ამის წარმოება შეუძლებელია, რუსეთს სჭირდებოდა სომხეთის დასჯა და მათ შორის ხელისუფლების დაბრუნება, ამას განიხილავდნენ როგორც დროებით ექსპერიმენტს, ასე ვთქვათ. მათ შორის რუსეთი დიდი ხანია ემზადებოდა ყარაბაღში ლავროვის გეგმის განხორციელებისთვის. ეს ცნობილი გეგმა არის, რომელიც გულისხმობდა 5 რაიონის აზერბაიჯანისთვის გადაცემას, 2 რაიონის დროებით შენარჩუნებას, მთიანი ყარაბაღის სტატუსის რაღაც ჰაერში ჩაკიდებას. უცნაური გეგმა იყო, მოკლედ თავიდანვე, ანუ რეალური შედეგი არ იყო ეგ გეგმაც. და რუსეთის მშვიდობის ყოფილების შეყვანას, ხო, ანუ ძირითადი აქცენტი მშვიდობის ყოფილების შეყვანაზე. ხო, საბოლოო ჯამში იყო რაღაცა მცირე გადაადგილებებით რუსეთის როლის გაზრდა ამ კონფლიქტში, მაგრამ ამ მცირე გადაადგილების კიდე რა მიზანი ჰქონდა, ესეც მნიშვნელოვანი საკითხია, ანუ ეს 5 რაიონი ერთი მხრივ უნდა გამხდარიყო აზერბაიჯანისთვის ბჭყალებში გამარჯვების ნარატივი, რაც ილჰამ ალიევს სჭირდებოდა თავისი დიქტატურის გაძლიერებისთვის. და რუსეთს რატო ჰქონდა ეგ ინტერესი? იმიტომ რომ რუსეთი თურმე ემზადებოდა უკრაინაში შეჭრისთვის და საბჭოთა კავშირის აღდგენისთვის, რა სხვა ტრანსფორმაციულ ხრივ, ხო, სხვანაირი საბჭოთა კავშირის, მაგრამ ფაქტობრივი საბჭოთა კავშირის და შესაბამისად მას ესმოდა რომ იქნება სერიოზული სანქციები და პრობლემები და ჭირდებოდა ლოგისტიკური კავშირი თურქეთთან. ჭირდებოდა რა? ჭირდება. და აქედან გამოჩნდა ეს მთავარი ნარატივი, ლოგიკა, რომელიც გულისხმობდა ეგრეთ წოდებულ ზანგეზურის კორიდორს, რომელიც რუსეთის პროექტიც არის პარალელურად და თურქეთ-აზერბაიჯანის პროექტიც არის. და ანუ რუსეთს რეალურად ეს გეგმა იმ მომენტში უნდა გავითვალისწინოთ. იმ მომენტში რუსეთი არის მეორე არმია მსოფლიოში ბჭყალებში. ანუ ეს არ არის რუსეთი, რომელიც უკვე ეს არ არის შესუსტებული რუსეთი. ხო, ეს არ არის რუსეთი, რომელიც გამოაჩინა თავისი სუსტე უკრაინაში და ყველაფერი. შესაბამისად 18-დან 20 წლამდე და 20 წელსაც, ხო, 22-ში დაიწყო ეს ომი. 20 წელს რუსეთი არის ძალიან ძლიერი შესაბამისად. ნუ მინიმუმ აღქმაში. და ამ სიძლიერის შედეგად ყველას ესმის მათ შორის, რომ ამ სივრცეში, კავკასიაში რუსეთის ჩანაცვლება დასავლეთით მინიმუმ სომხეთის შემთხვევაში ეს რეალისტური არ ჩანდა იმ მომენტში, ყარაბაღში განსაკუთრებით. და რუსეთს უნდა და იქ თავისი გავლენის გაზრდა ყარაბაღის კონფლიქტში, მაგრამ ერთდროულად ჩანდა რომ უნდა და ამ ზანგეზურის დერეფნის მიმართულებით პროცესის მომზადება. და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ ეს არ მხოლოდ უნდა და არამედ დღემდე უნდა, იმიტომ რომ მისთვის საკვანძო არის, იმიტომ რომ დღეს თუ ნახავთ უბრალოდ სანქციების გვერდის ავლის ძირითად სტატისტიკას, არ გულისხმობ ირიბ სტატისტიკას, რომელიც მცირე ქვეყნები რაღაც როლი აქვს თამაში. ძირითადი ეს არის ჩინეთი და თურქეთი. და ეს არის ობიექტური რეალობა, ხო, თურქეთი და ჩინეთი ისეთი მოთამაშეები არიან, რომ მათ წინააღმდეგ მოქმედება დასავლეთის ძალიან შეზღუდულია. და რეალურად რუსეთის ეკონომიკური განვითარება დგას დღეს ამ ორ ქვეყანასთან და თურქეთის შემთხვევაში ეს მარტო თურქეთი არ არის, არის თურქული კავშირი, რომელიც
დიდი ხანი არსებობს და კიდევ უფრო გააქტიურდა, რომელშიც შედის ასევე აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი და ყირგიზეთი, ანუ მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის თურქული სახელმწიფოები, შესაბამისად ეს ორი სივრცე რუსეთისთვის აღმოჩნდა ყველაზე მიმზიდველი, მაგრამ რუსეთს არ გააჩნია თურქეთთან ლოგისტიკური კავშირები. ძალიან რთული კავშირები აქვს. შავი ზღვა ნათელი არის, რომ ომის პირობებში ძალიან რთული ლოგისტიკური კავშირი არის და იცოდნენ ეს ძალიან კარგად. სხვა ერთადერთი კავშირი არის საქართველოს გავლით, სადაც ლარსის გზა როგორი არის კი იცით, თუმცა დღეს შენდება ფართო ავტობანი და რისთვის შენდება აგერ მათ შორის პასუხი, როგორი არის ლოგისტიკა მერე თურქეთამდე ასევე ვიცით. კავშირი თურქეთთან პრინციპში ბაქოს გავლით, რომელიც ბაქო-თბილისი ახალქალაქი ყარსით მოდის, რუსეთს აქვს და ჩვენ ვიცით რომ კიდე აი ამ რკინიგზაზე ბაქო ახალქალაქი ყარსი რუსეთს კიდე თავისი როლი აქვს, ეგ ცალკე საკვლევი თემაა, მაგრამ ესეც ვიცით რომ ძალიან შეზღუდული რესურსის მატარებელი არის ლოგისტიკურად და რუსეთს ჰქონდა იდეა რომ შეექმნა მათ შორის ამ თურქული კავშირისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც არის თურქეთის და აზერბაიჯანის პირდაპირი სახმელეთო კავშირი, ანუ ზანგეზურის კორიდორი ეგრეთ წოდებული, მაგრამ რა პირობით და ეს ყველაფერი ჩაიდო 2020 წლის 9 ნოემბრის დოკუმენტში მე-9 პუნქტში, რომ რუსეთის FSB განახორციელებს კონტროლს ამ კომუნიკაციაზე სომხეთის ტერიტორიაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ერთი მხრივ იღებდა თურქეთის და თურქული კავშირის, იმიტომ რომ თურქეთი და ნახიჯევანი არიან დაკავშირებული და ნახიჯევანი და აზერბაიჯანი დანარჩენი ნაწილი არ არის დაკავშირებული. ამიტომ ვამბობ თურქეთი და აზერბაიჯანი, თორე შეიძლება ითქვას აზერბაიჯანი და აზერბაიჯანი, მაგრამ რეალურად ხო ეგრე გამოდის. ანუ თურქეთის გასვლა თურქულ სამყაროში რუსეთს ჭირდებოდა რომ ეკონტროლა ანუ ეს პროცესი სომხეთის ტერიტორიაზე, მეორე მხრივ მას ეს ჭირდებოდა, იმიტომ რომ აზერბაიჯანის მეშვეობით გადიოდა პირდაპირ თურქეთში და ქმნიდა უნიკალური ძალიან კომფორტული პირობებია რკინიგზისთვის კავშირს და ეს პრინციპში გამოჩნდა ასევე რაში, რაც ბევრს გამორჩა ყურადღებიდან, რომ 2022 წლის 22 თებერვალს, ანუ 2 დღით ადრე, ვიდრე დაიწყებოდა რუსეთის ინტერვენცია ფართომასშტაბიანი უკრაინაში, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იყო ვიზიტით კრემლში, სადაც უკვე დნრ და ლნრ აღიარებული ჰქონდა პუტინს და იქ ხელი მოეწერა აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის სტრატეგიულ მოკავშირეობას. ანუ მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ რუსეთი და აზერბაიჯანი იურიდიულად გახდნენ მოკავშირეები და შესაბამისად მთელი არსი აი ამ პროცესის იყო, რომ სომხეთი უნდა გამხდარიყო რუსეთის უბრალოდ ინსტრუმენტი აი ამ მის გეოპოლიტიკურ პროცესში სამხრეთ კავკასიაში. ძალიან საინტერესო არის. ეს გეგმა, რაზეც ვისაუბრეთ, საბოლოო ჯამში დღევანდელი გადმოსახედიდან ვერ შესრულდა. რუსეთის როლი, რუსეთის შვიდობის ყოფილების როლი, FSB-ს როლი რეგიონში, თვითონ სომხეთში დღესდღეობით გაცილებით უფრო შემცირებულია. იყო ეს რუსეთის მხრიდან არასწორი დაგეგმარების და გათვლის ამბავი, თუ იყო ეს ზედმეტი ნდობა აზერბაიჯანულ-თურქული ტანდემის, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში იმ გეგმის მიხედვით, ლავროვის გეგმის მიხედვით, თითქოს მოგებული გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ყველაზე მეტად რუსეთი რჩებოდა და ამ ეტაპზე თურქეთი და აზერბაიჯანი არის ყველაზე მოგებული ყარაბაღის კონფლიქტის დასრულების შემდეგ. რის გამო მოხდა ეს? მნიშვნელოვანი ფაქტორი რა თქმა უნდა არის, რაზეც წეგან ვისაუბრეთ. ამ შუალედში ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში და სადაც იმსხვრევა მითი მეორე არმიის შესახებ და რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები, სამხედრო პოლიტიკური, ეკონომიკური შესაძლებლობები მკვეთრად მცირდება. შესაბამისად, აზერბაიჯანი ხედავს, რომ იმ სტატუს კვოდან, სადაც აზერბაიჯანს ჰქონდა აღებული უფრო მეტი, ანუ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის ნაწილის ჰქონდა აღებული, ჰადრუთი და შუში,
რეალურად რაც ლავროვის გეგმის მიხედვით არ უნდა ყოფილიყო, ასევე ის ორი რეგიონი, რომელიც უნდა დროებით დარჩენილიყო 5+2 ხო იყო იქ ლავროვის გეგმაში, ეს ორი რეგიონიც აიღო, თუმცა ლაჩინის დერეფანი იქ იყო რეალურად და რუსეთის მშვიდობის ყოფილები. სომხეთი ამაზე დათანხმდა იმ პრიზმიდან, რომ ხო, რამდენად სწორი იყო, მე ამას ვაკრიტიკებდი და არ თვლიდი, რომ სწორი იყო რუსეთის მშვიდობის ყოფილებზე დათანხმება, ცხადია. მაგრამ იმ მომენტში ასევე 2020 წელია ყველაზე ძლიერი მოთამაშე რეგიონში პრინციპში რუსეთი და თურქეთი არიან და დასავლეთი აქ იმდენად აქტიურად წარმოდგენილი on the ground რასაც ქვია, ანუ მიწაზე არ არის. ამ ვითარებაში სომხეთი მიდის ამაზე, ფაშინიანი მიდის ამაზე და რუსეთი იქ ამ სტატუს კვოს ინარჩუნებს. თუმცა როცა თურქეთი და აზერბაიჯანი ხედავენ, რომ გეოპოლიტიკური ვითარება უკრაინაში შეცვლის შემდეგ იცვლება არა რუსეთის სასარგებლოდ, რაც პროგნოზირებადი იყო, იმიტომ რომ მაგალითად მეც და ძალიან ბევრიც საუბრობდით იმაზე, რომ არ არის რუსეთის სიძლიერე, არ პასუხობს. ისევე როგორც სომხეთის სიძლიერე, მაგალითად, ანუ შეუძლებელია შენ გქონდეს წარუმატებელი ქვეყანა და წარმატებული შეიარაღებული ძალები. ანუ ეს არის უბრალოდ შეუძლებელი. ხო და რუსეთში ეს ფენომენი არსებობდა, რომ ქვეყანა შეიძლება იყოს წარუმატებელი კორუფციაში მთლიანად, ასე ვთქვათ, კორუფციული ბატონო, მაგრამ იყო რაღაცა უნიკალური ჯარი და წარმატებული. სომხეთშიც იგივე ფენომენი იყო სინამდვილეში. ჩადიოდი დანადგურებული ქვეყანა არის, მაგრამ ჯარის მიმართულებით წარმატებულად შეგვიძლია დავიცვათ თავი აზერბაიჯანისგან. იყო უცნაური, იმიტომ რომ ესე არ ხდება ხოლმე. და ზუსტად ამ პოზიციიდან ამას ვამბობდით, მაგრამ კიდევ ერთხელ ჩემი აზრით შეცდომა დაუშვა ფაშინიანმა თავის დროზე, მაგრამ საბოლოო ჯამში აზერბაიჯანმა და თურქეთმა დაინახეს, რომ შეიქმნა ესეთი შესაძლებლობა და ამ შესაძლებლობის შედეგად განახორციელეს სამხედრო ოპერაცია და პრინციპში გააკეთეს ის, რაშიც რუსეთი ყალბად ბრალსდებდა ქართულ მხარეს ცხინვალის რეგიონში. თავის შინაარსით, რაც გულისხმობ. მართლა მშვიდობის ყოფილები მოკლეს რუსეთის და თვითონ რუსეთმა აღიარა ეს. კი, რა თქმა უნდა. პირდაპირ ჩაცხრილეს ძალიან ბევრი და ანუ რაღაცა ის არ ქონდათ. პირდაპირ დაიწყეს სამხედრო ოპერაცია იმ მიმართულებით, არაპროვოცირებული თან, იმიტომ რომ ამის პროვოცირების არანაირი ლოგიკა არ არსებობდა და შესაძლებლობა. ეს ეგრე გამოდის ხო სამშვიდობოებს. არა, გულისხმობ, რომ სომხების მხრიდან არ იყო არანაირი პროვოკაცია. ხო? აქ ჩვენ ვიცით მაგალითად ოსი სეპარატისტების მოქმედებები 2008 წელს მაგალითად და მთელი ციკლი იყო ამ მოქმედებები. ანუ იქ აზერბაიჯანმა შექმნა ვითომ პროვოკაციის საფუძველი, მაგრამ არ არსებობდა ამის არანაირი ლოგიკაც კი და შედეგებიც გვაჩვენებს. შესაბამისად, უბრალოდ შექმნეს ყალბი ასეთი ნარატივი, რომლის შედეგადაც განახორციელეს ბლოკადა მთლიანად, რაც მოიყვანა ძალიან საზარელ ვითარებამდე, იმიტომ რომ 120,000 ადამიანი თვეების 9 თვეზე მეტი იყო პრაქტიკულად სრულ ბლოკადაში და შიმშილი იყო პრაქტიკულად პირდაპირ გაგებით და ამაზე არანაირი რეაქცია რუსეთს არ ჰქონდა, ხო არ დაგვაიწყდეს ხო რას გვაბრალებდა ჩვენ მაგალითად ცხინვალის რეგიონში რუსეთი და რა ყალბი ნარატივები ჰქონდა და მშვიდობის ყოფილების წინააღმდეგ ქმედებების გამო დაიწყეს თურმე ის იქ არანაირი არაფერი არ დაუწყია და საბოლოო ჯამში მოკლედ აზერბაიჯანმა მთლიანად კონტროლი აიღო ამაზე ამ ტერიტორიაზე და საბოლოო ჯამში მოხდა სრული ეთნიკური წმენდა. ეხლა მეორე მომენტი არის რომ აზერბაიჯანი ამბობს რომ შეგიძლიათ აქ დარჩეთ, მაგრამ იმ ვითარებაში რაზეც არის საუბარი იმ მდგომარეობაში, იმ ნარატივებით, იმ პოლიტიკით, იმ დიქტატურით, ხო, რომელიც კვეთრად განსხვავდება იმისგან, მაგალითად საქართველოს, რასაც თავაზობდა და თავაზობს საკუთარ მოქალაქე ოსებს და აფხაზებს მაგალითად, ანუ ისეთი ვითარება შეიქმნა, რომელშიც წარმოუდგენელი, ანუ აზერბაიჯანსაც ესმოდა, რომ არანაირი ლოგიკა, რომ ეხლა ეს ხალხი დარჩება, არავინ არ დარჩა. 120,000 ადამიანი და არავინ არ დარჩა, იმიტომ რომ არათუ შემოთავაზება არ იყო, ეხლა მუზეუმებს ხსნიან ყველა ქალაქში გამარჯვების და ეხლა როგორ უნდა იცხოვრო იმ ქალაქში, სადაც შენზე გამარჯვების მუზეუმს ხსნიან, თუ კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე არის საუბარი, სხვა მიდგომა უნდა ყოფილიყო, მაგრამ საბოლოო ჯამში დუგინის განცხადებები იყო აქ საინტერესო, რომ დუგინმა პირდაპირ თქვა, რომ ეს იყო ჩვენი აზერბაიჯანთან ერთად მოქმედება, იმიტომ რომ მიზანი ამის იყო, რომ ჩვენ მათ შორის ილჰამ ალიევს სამუდამო მმართველობა ვუძრუველყავით.
ანუ ილჰამ ალიევი და ჰეიდარ ალიევი ახლა ხმად რო არ წავიდეთ, ძალიან კარგად საზოგადოებას ეცოდინება, რომ რუსეთთან ასე თუ ისე დაკავშირებული ადამიანებიც არიან თავისი წარსულით, რაც არ უნდა თურქეთთან მოკავშირეობის მომხრეები იყვნენ და რუსეთს მათ შორის აწყობს ის, რომ ილჰამ ალიევი პრაქტიკულად სამუდამო პრეზიდენტი გახდა ამის შემდეგ. ანუ დიქტატურის დამყარება მოხდა. დიქტატურა ამაზე მყარდება და მეორე მხრივ შეიქმნა მთავარი საკითხი. ეს მთელი პროცესი 2020 წლის 9 ნოემბერს სომხეთში, ანუ იმ დღეს, როცა ცეცხლის შეწყვეტა დაიწყო, ხო, მეორე ყარაბაღის ომის შემდეგ იყო სომხეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და ნიკოლ ფაშინიანის მკვლელობის მცდელობა. პარლამენტის თავმჯდომარე არარატ მირზოიანი, რომელიც დღეს საგარეო საქმეთა მინისტრია, სიკვდილამდე პრაქტიკულად ცემეს და გადარჩა უბრალოდ შემთხვევით შეიძლება ითქვას. დასჯილები არიან დამნაშავეები. დამნაშავეები, რამდენიც ვიცი, არ არიან ნაპოვნი. ანუ არიციან კონკრეტულად ვინ ჩაატარა, ხო? ხო, სავარაუდოდ, ანუ არიციან კონკრეტულად ვინ, რამდენიც ვიცი, არ არიან, მაგრამ საქმეც მაგაში არის, რომ ეს ხო პიროვნებების დონეზე არ არის. მაგალითად, აი ამ დღეებში ეხლა გამოვიდა დაშნაკ ცუციუნის ერთ-ერთი ლიდერი და განაცხადა, რომ ის რაც მოხდა 27 ოქტომბერს 1999 წლის, ამაზე უკვე ვისაუბრეთ, პარლამენტში ჩაცხრილვა ტერორისტული აქტი და ის რაც მოხდა 9 ნოემბერს, ეს ჭყალებში წმინდა საქმე უნდა კიდევ ერთხელ მოხდეს და ნიკოლ ფაშინიანის საკითხი დასრულდეს. ანუ დაშნაკ ცუციუნმა, რომელმაც იმაზე პასუხისმგებლობა ჰქონდა და რეალურად ირიბა და ამაზეც 9 ნოემბრის აი ამ სცენარზე უბრალოდ ვერ იპოვეს იმ დროს ფაშინიანი, სახელმწიფო უსაფრთხოებამ ასე ვთქვათ, გაითვალისწინა, რომ დიდი ალბათობით ესეთი რამე იგეგმებოდა. ეხლაც აცხადებენ ზუსტად რამდენიმე დღის წინანდელი ამბავი არის, რომ აპირებენ პრაქტიკულად სომხეთის ხელმძღვანელის მკვლელობას. ხო, ეხლა მნიშვნელოვანი პროცესები დაიწყო, აქტიური, რომელიც უკავშირდება ეკლესიის ირგვლივ საკითხებს და ამაზე შეგვიძლია დეტალურად ვისაუბროთ მაგაზე. ეხლა თვითონ სანამ ყარაბაღის გარშემო უტრიალებთ, ძალიან საინტერესოა ყველა ესეთ გეოპოლიტიკურ გარდამტეხ მომენტში, რა თქმა უნდა, არის დიდი პრობლემები, რაც იქმნება, მაგრამ ამ პრობლემებიდან ასევე შეიძლება შეიქმნას შესაძლებლობები რაღაცა ახალი განვითარების. მანამდე რაც არ იყო გასათვალისწინებელი, მანამდე რაც არ ჩანდა შესაძლებლობა, შეიძლება გამოჩნდეს შესაძლებლობად. რა შეიძლება მოეტანა ყარაბაღის დაკარგვის თემა სომხეთისთვის? იყო ეს ცალსახად მარტო ნეგატიური თემა, თუ იქ გამოჩნდა რაღაც პოზიტივი, ანუ დაკარგვის მხრივ პოზიტივი კი არა, სამომავლოდ რაღაც შესაძლებლობების შეცვლის მიმართულებით რამე პოზიტივი თუ ჩანს ეხლა. მოდი პირდაპირ თქვათ და ეს მგონი ადამიანურ დონეზე არავინს არ უნდა კონდეს განსხვავებული პოზიცია, რომ ისტორიული ჭრილიდან რო ავიღოთ ეს ხალხი, ანუ მთიანი ყარაბაღის სომხები ცხოვრობდნენ საკუთარ სახლებში, ეს მათი სამშობლო არის ისტორიული. რანაირად საზღვრები როგორ გადაწყდა ეს, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ პოლიტიკურ ისტორიული პროცესი არის და ჩვენ ახლა ამის განხილვაში არ შევდივართ, მაგრამ ის რომ ამ ხალხს მოუწია საკუთარი სამშობლოს და სახლების დატოვება, ეს არის რა თქმა უნდა უდიდესი ჰუმანიტარული კატასტროფა და ძალიან სამწუხარო პროცესი არის. ამაში არაფერი კარგი არ ამგონია, რომ ვინმესთვის იყოს, გარდა იმისა, ვისაც ჰქონდა სურვილი ეთნიკური წმენდის და რაღაც ეგეთი ნარატივების, ხო? მაგრამ ანუ ეს ყველაზე მთავარი ნეგატიური მხარე და დაზარალებული კონკრეტული 100,000 ადამიანი. პირველ რიგში მათზე, ანუ ადამიანის უფლებების კონტექსტში უნდა შევხედოთ ამას. თუმცა გეოპოლიტიკურ კონტექსტში ეს საკითხი იყო ძალიან რთული სომხეთისთვის, ყოველთვის ყარაბაღის საკითხი და ჩამოკიდებული იყო, ასე ვთქვათ, ჰაერში ყოველთვის, ხელს უშლიდა ბევრი მიმართულებით სომხეთს. არ ვამბობ, რომ აუცილებლად ეს გამოსავალი იყო ერთადერთი გამოსავალი, არანაირად, შეიძლება და სხვა გამოსავალიც და აქ სომხეთის პასუხისმგებლობა არ არის მარტო მეორე მხარეს ვინ არის და რა ტიპის სისტემა არის, ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? აზერბაიჯანი, რომელიც შეიძლება დემოკრატია ყოფილიყო, სულ სხვანაირად შეიძლება განვითარებულიყო მოვლენები, მაგრამ ფაქტობრივი ვითარება ის არის, რომ სომხეთის სუვერენიტეტი შეეწირა ამ პროცესს, ყარაბაღის კონფლიქტს. და ამის დაკარგვის ყარაბაღის
დაკარგვა უცნაური სიტყვა იქნება აქ, იმიტომ რომ სომხეთის არასდროს არ ყოფილა როგორც ასეთი სომხეთს არც უღიარებია ეგ ტერიტორია, არც ანექსია მომხდარა, ანუ რაღაც სომხეთის ნაწილი არასდროს არ განიხილებოდა. პირიქით, ყარაბაღის ეგრეთ წოდებული ხელმძღვანელობა ხშირად ამბობდა, რომ ჩვენ რუსეთის შემადგენლობაში გვინდა, ანუ ეგ ცალკე ფენომენია საერთოდ და ვიღაცები ამბობდნენ, რომ ჩვენ სომხეთის შემადგენლობაში საერთოდ არც გვინდა. ცალკე მომენტი არის. იმიტომ რუსეთს სხვა გავლენები ჰქონდა, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, რომ სომხეთის ბმა რუსეთთან იდოს სწორედ აი ამ ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული და მთელი არსი რუსეთთან მოკავშირეობის იყო უსაფრთხოების პრიზმა. როგორც კი ეს ჩაიმსხვრა, ოღონდ მარტო ყარაბაღი არა, აზერბაიჯანი ყარაბაღის ომის მერე იწყებს თავდასხმას სომხეთის ტერიტორიაზე. ეს შეიძლება ძალიან ბევრს გამორჩა, მაგრამ დღესაც აზერბაიჯანს აქვს სომხეთის სუვერენული საერთაშორისო აღიარებული ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებული, მიზანმიმართულად შეიჭრა ჯერმუკის და კიდევ რამდენიმე მიმართულებით. და ბომბავს აზერბაიჯანი იმ მომენტში, ანუ კონკრეტული სპეცოპერაცია იყო, რომლის შედეგადაც აზერბაიჯანი ბომბავს ქალაქებს სომხეთის. ეს იყო ვართენისი, ეს იყო ჯერმუკი და კიდე რიგი ქალაქები, გორისი. ამ მომენტში სომხეთი უკვე მიმართავს ოდეკაბეს, ანუ ეგრე კუხოს. და რუსეთს მიმართავს ასევე ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში, იმიტომ რომ რუსეთის ბაზები იქ რატო არის, ხელშეკრულებებით არის. ყარაბაღს ეს არ ეხებოდა, იმიტომ რომ ყარაბაღი არ არის სომხეთის რესპუბლიკის ნაწილი. რუსეთი ტერიტორიებს ხო ეხება, რაზეც ეხება? რა თქმა უნდა ეხება. რუსეთი აქ ეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავარკვიოთ ჯერმუკი იმყოფება თუ არა სომხეთის ტერიტორიაზე. ანუ ქალაქი ჯერმუკი დაახლოებით ზუგდიდი, ასე ვთქვათ, კონფლიქტის ზონაში ხო არ არის ზუგდიდი, არა აფხაზეთის კონფლიქტის რაღაც ზონაში პირობითად ან არ ვიცი. ნებისმიერი სხვა სენაკი ჩვენ უნდა გავარკვიოთ არის თუ არა სომხეთის ტერიტორიის ნაწილი. ამისთვის მზად ვართო ოდეკაბე სადამკვირვებლო მისია გამოვაგზავნოთ საზღვარზე და გავარკვიოთ სად გადის საზღვარი და რომელი ქალაქი შედის, რომელი არა. ამაზე სომხეთი ანუ უკვე რადიკალურად და კატეგორიულად თუ ყარაბაღის თემაზე რაღაც ესმოდა, რომ ეხლა სხვა ვითარება შედარებით და ვერ მოსთხოვ რუსეთს, შეგიძლია იქ რაღაცა ივაჭრო და ასე შემდეგ. აქ უკვე გასაგები ხდება, რომ სულიად სხვა პროცესი არის. და პროცესი იმას უკავშირდება, რომ თუ შენ და სომხეთმა პირობა დადო, თუ შენ არ აღიარებ ჩემს საზღვრებს, არ აღიარებ საზღვარი სად გადის, მე 100 მეტრით აქეთ არის თუ იქეთ დემარკაცია და დელიმიტაცია ქვია მაგას, რომ აი ზუსტი სანტიმეტრი და მეტრი ვიცოდეთ საზღვრის, მაგრამ შინაარსი საზღვრის, ანუ რუკაზე რო არის და შენ რო იცი, რომ აქეთ არის თუ იქეთ არის საზღვარი და ეს ქალაქი სად არის, თუ ამას შენ არ აღიარებ, მე ამ ორგანიზაციაში არაფერი მესაქმება. ამის მერე სომხეთი წყვეტს მის მონაწილეობას გაყინულია, ასე ვთქვათ, ოდეკაბეში და რუსეთთან ორმხრივი დოკუმენტების ფარგლებშიც, მოკლედ. იმიტომ რომ მანამდე ყოველთვის იყო საუბარი, რომ იურიდიულად მოგმართეთ და იურიდიულად რო არ მოგმართეთ, მაგიტო სომხეთს ვერ ვეხმარებითო. ეხლა იურიდიულად მიმართეს და დამკვირვებლების შესთავაზეს. ხო და ამის მერე თორცდები ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სომხეთს პრაქტიკულად დასჭირდა კუხოს ოდეკაბეს ჩართვა მისი უსაფრთხოების და კუხოსაც და რუსეთთანაც ორმხრივი შეთანხმები ცალკე არის ეს. კი ბატონო, ანუ ეს წლები რაც რუსეთს ჰქონდა კონკრეტული გავლენები იმისათვის, რომ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა მოეხდინა, პირველად მოხდა ამ აშკარა, ანუ რეალური კავშირების დატესტვა და პირველი პასუხი იყო, რომ ჩვენ ზუსტად არ ვიცით თქვენი საზღვარი სად გადის და უნდა დავადგინოთ. მან კი ბატონო, პირველად, თუმცა მან არის ნიუანსები, ხლა ყველაფერის განხილვის ვერ ვასწრებთ, მაგრამ მაგალითად ყარაბაღის მეორე ომის დროს სომხეთს უკვე ჰქონდა მნიშვნელოვანი სუ 30-ები ნაყიდი რუსეთისგან, რომლებსაც უნდა შეეძლოთ საჰაერო სივრცეში, ასე ვთქვათ, მოქმედება და სომხეთის საჰაერო სივრციდან არ გამოსულან. თუმცა სომხეთის საჰაერო სივრცეში მოხდა მათი ერთის კონკრეტულად ჩამოგდება თურქეთის მიერ აზერბაიჯანში გაგზავნილი F-16-ების მიერ. და
იქ დადგა საკითხი კონკრეტულად, რომ ოღონდ ეს არ იყოს SU-30 და დადგა საკითხი, რომ ჩვენი SU-30-ები, რომელიც ნაყიდი იყო უკვე სომხეთის მიერ, რატო არ არიან ჰაერში, იმიტომ რომ ის რაც ჩამოაგდეს, მოკლედ იყო გაცილებით უფრო სუსტი ვერსია, რომელსაც F-16-თან არ ქონდა შესაბამისი პარამეტრები და SU-30-ს ქონდა კონკურენციის შესაძლებლობა F-16-თან და სად არის? და აღმოჩნდა, რომ რუსეთმა კი მიყიდა სომხეთს ამ ნიშნულოვანი მეოთხე თაობის არის SU-30-ები, რომელსაც ძლიერი მაჩვენებლები აქვს შედარებით, ჭურვები არ მიყიდა. ანუ ოღონდ გააჩნია ცხადი. მისცა და ჭურვები არ მისცა, დააგვიანა ბჭყალებში, არ მისცა სპეციალურად. და აქ გამოჩნდა მთელი ის მომენტი, რომ ეს იყო მიზანმიმართულად გაკეთებული. და მე გამოჩნდა მაგალითად, რომ სერჟ სარქსიანი ამბობდა, რომ აი ჩვენ ყარაბაღის ომის დაბალანსებისთვის რუსეთისგან გვაქვს ისკანდერები, რომლებიც არის უძლიერესი იარაღი და აზერბაიჯანს ამით რაღაცნაირად ვაბალანსებთ, მართალია დაუშვათ რაღაცებში ჩამორჩებით, მაგრამ ამით ვაბალანსებთ და აღმოჩნდა, რომ როცა სომხეთმა ყარაბაღის ომის დროს გამოიყენა ისკანდერები, ნიკოლ ფაშინიანის სომხეთის პრემიერ-მინისტრის ციტატა არის, რომ არ აფეთქდა, ან აფეთქდა 10%-ით. რაც იმას ნიშნავს, რომ მართველობის მექანიზმი სომხეთისთვის მიყიდილი ისკანდერების რეალურად იყო რუსეთში და საბოლოოდ ამ შეგვიძლია კინადავარდა და არა ჭურვი. ანუ რაც მეშინო გათიშეს ის შიდა ნაწილი, რომელიც ფეთქდება რა, ეს უკვე სამხედრო დეტალებია, მაგრამ რეალურად აღმოჩნდა, რომ იმ მომენტში ანუ რუსეთს რა ვალდებულებებიც ჰქონდა სომხეთისადმი, ხო? და ყველაზე თანამედროვე ახლა BTR-ებზე ხო არ საუბრობთ, ეს იქნება თვითმფრინავები, თუ იქნება ბალისტიკური რაკეტები, ორივეში უღალატა პირდაპირ გაგეთ, მაგრამ კიდე ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, ახლა ბევრს ამ ომის დროს ახსენდება მაგალითად თურქეთის ბაირაქტარების დრონები, კი ბატონო. რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ. ასევე ისრაელული დრონებსაც ჰქონდათ და მათ შორის LORA სარაკეტო სისტემებს, მაგრამ 90% აზერბაიჯანის შეიარაღების პროცენტული მაჩვენებლებით ახლა რა როლი აქვს, ეგ სხვა თემა. შეიძლება ბაირაქტარებს დიდი როლი ქონოდა, მაგრამ 90% მათ შორის ძირითადი სატანკო, BTR-ები, ანტისატანკო და ასე შემდეგ, ანუ მიწაზე რაც გამოიყენებოდა აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს ჰქონდა რუსეთიდან. და შესაბამისად სომხეთისთვის ნათელი გამოჩნდა, რომ შენ ჩემი შესაძლებლობები შეამცირე, აზერბაიჯანს გაუძლიერე შესაძლებლობები, ის რაც სომხეთს სჭირდებოდა დრონების წინააღმდეგ რადიოელექტრონული თავდაცვის სისტემები არ ქონდა მიყიდული რუსეთის მიერ, მოკლედ შეიქმნა ეს პრობლემა. ყარაბაღის ომში ეს ღალატი გამოჩნდა, მაგრამ იურიდიულად ღალატი გაფორმდა ცოტა მოგვიანებით, როცა სომხეთის ტერიტორიაზე ვერ არკვევდნენ, რომ დაბომბვებს, მაგალითად, რომ ეს სომხეთის ტერიტორიაზე ხდება. ამიტომ უკვე მაგის მერე გასაგები გახდა სომხეთისთვის, რომ თან როცა ნახეთ, დღეის მდგომარეობით ეს 2020 წლის 9 ნოემბრის შეთანხმება, რაც დადებულია, ხო, სამმხრივი რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი გარანტორი არის. ყველა პუნქტი არის დარღვეული. არც მთიან ყარაბაღში, არც ლაჩინის დერეფანი არსებობს, არც მთიანი ყარაბაღი არსებობს, არც მთიანი ყარაბაღში სამშვიდობოები არის, არც იქ მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. დღეს რუსეთი ამბობს, რომ მე ვაგრძელებ მოთხოვნას, რომ მე-9 პუნქტი შესრულდეს. და მე-9 პუნქტში წერია, რომ რუსეთის FSB მუდა აკონტროლოს კავშირი აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის. რომ მაინც თავისი თემა ხო, ანუ სომხეთისთვის აქ ნათელი არის, რომ შენ რა ინტერესებს ატარებ და მოდი პრაგმატულად ვთქვათ რა, გეოპოლიტიკა, აი სომხეთს ეგ შეეშალა რეალურად, რომ გეოპოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები არ არის არც ემოციების საკითხი, არც ისტორიული კავშირების საკითხი. ეს არის პრაგმატული გეოპოლიტიკური ინტერესების საკითხი და ინტერესები იცვლება. მართლაც ყოფილა პერიოდი, როცა რუსეთის და სომხეთის ინტერესები იმპერიის პერიოდში რაღაც ეტაპზე, როგორც გითხარით, მაგალითად, ემთხვეოდა ერთმანეთს ბუნებრივად. მაგრამ ხშირად ხდება ისე, როცა აღარ ემთხვევა ეს გეოპოლიტიკური ინტერესი და დღეს ემთხვევა რუსეთის, თურქეთის და აზერბაიჯანის გეოპოლიტიკური ინტერესი და სომხეთი მოიაზრება როგორც დასავლეთთან დიასპორის გამო, მათ შორის კავშირების მქონე, სადაც კიდე დემოკრატია არის და ეგეც პრობლემა არის. შესაბამისად არ ემთხვევა ეს ინტერესი და ის შეეშალათ სომხეთში, რომ ჩათვალეს, რომ ისტორიული ბმა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გეოპოლიტიკური ინტერესი. ხო და როგორც კი შეიცვალა გეოპოლიტიკური ინტერესი, ეგრევე მიყიდა რუსეთმა იაფად
სომხეთი, თურქეთს და აზერბაიჯანს საკუთარი ინტერესების გამო გაყიდა სომხეთი. ამიტომ ეს იყო მთავარი შეცდომა, რომ შენ არასდროს არ უნდა ენდო ვიღაცას ბრმად, არამედ უნდა გათვალო გეოპოლიტიკურად ვისთან ემთხვევა შენი ინტერესები. დღეს სომხეთის ინტერესები ემთხვევა დასავლეთთან, ემთხვევა საფრანგეთთან, ემთხვევა ინდოეთთან, ეს კიდე ცალკე მნიშვნელოვანი თემაა, ამერიკასთან, ამიტომ დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დგას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და არ დგას ODKB-ს მისია და არანაირი PSB პირიქით PSB-ს გაყვანის პროცესი წამოიწყო ფაშინიანმა, რაც შეიძლება მეტი ადგილიდან სომხეთის ტერიტორიიდან, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პრაგმატული პოლიტიკაა. თუმცა კიდევ ერთხელ არ უნდა მიიყვანო მდგომარეობა იქ, სადაც უკვე ხო ყველა ნახა რომ ეს პრაგმატულია და მოდი გავაკეთოთ. თუ ამას ცოტა უფრო ადრე ფაშინიანი გააკეთებდა, ზიანი სომხეთისთვის ნაკლები იქნებოდა. ძალიან საინტერესოა და მივედით ლოგიკურად ჩემ შემდეგ კითხვამდე. რა დასკვნები გამოიტანა სომხეთმა ამ სიტუაციიდან და რა პროცესები დაიწყო, მათ შორის ეხლა რაზეც ვისაუბრეთ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სომხეთის ეკლესიის მიმართულებით პროცესები ეს არის ძალიან ღია და აშკარა ნაბიჯი, ანტირუსული ნაბიჯი ვიტყოდი, როდესაც ჩემთვის უკვე ნათელია, რომ სომხეთში შეიძლება ყოველდღიურ რეჟიმში პირდაპირ ეთერში არ ყვირიან ტელევიზორში ჩვენ ანტირუსული და უნდა დავშორდეთ და ასე შემდეგ, მაგრამ მიდის კონკრეტული პროცესები, როდესაც თითქოს ჩანს, რომ სომხეთს გადაწყვეტილი აქვს პოლიტიკურ დონეზე, რომ უნდა დაშორდეს რუსულ ორბიტას და უნდა გადავიდეს დასავლურზე, აზიურზე თუ ასე შემდეგ. ამაზეც აუცილებლად ვისაუბრეთ, ინდოეთის თემა ახსენდა, ესეც ძალიან საინტერესოა, მაგრამ რა კონკრეტული ნაბიჯები არის ახლა, რაც გადაიდგა სომხეთის მთავრობის მიერ? პირველი მიხვდნენ, რომ სახელმწიფოს გაძლიერება არის მნიშვნელოვანი, რომ სომხეთი არის სუბიექტი და არ უნდა იყოს ობიექტი ამ საერთოდ პროცესების და სომხეთს აქვს თავისი ინტერესები. პირველად დამოუკიდებლობის პერიოდიდან ერევანი არის სუბიექტი, რომელსაც აქვს თავისი დღის წესრიგი, თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები და არ ჭირდება არავისთვის ამ ინტერესების ჩაბარება. ამიტომ სომხეთის სუვერენულობა არის ახლა ყველაზე ძლიერი რაც კი იყო, სომხეთის დამოუკიდებლობის ხარისხი, დაიწყო სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება, სახელმწიფო ინსტიტუტების გაწმენდა რუსეთის გადაჭარბებული გავლენისგან, რა თქმა უნდა, არავინ არ აპირებს დღეს სომხეთში რუსეთთან მტრობას. ეს უბრალოდ არ არის პრაგმატული, როცა შენ აზერბაიჯანთან ამ უდიდესი სირთულეების და მტრობის შედეგად ეხლა ცდილობ დალაგდე აზერბაიჯანთან, თურქეთთან, სადაც ასევე გენოციდი არსებობს ისტორიული და პრობლემები ცდილობ დალაგდე, ანუ არანაირად პრაგმატული არ არის, რუსეთთან ეხლა გაუარესო კიდევ უფრო ურთიერთობები, მაგრამ რუსეთის გავლენა უნდა შეამცირო შენზე და გააგრძელო პრაგმატული ის ურთიერთობები, რომელიც ჭირდება რისკების მინიმალიზაციისთვის. ანუ პროსომხური საგარეო პოლიტიკა უნდა მართო, რომელშიც გამოჩნდა, რომ არის მნიშვნელოვანი დღეს რასაც ფაშინიანი უწოდებს ბალანსის საგარეო პოლიტიკა, სადაც ევროკავშირთანაც აქვს სომხეთს ძალიან აქტიური ურთიერთობები და საერთოდ მიიღო ახლა დოკუმენტი ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ, თუმცა აქტიურად არ მიმდინარეობს ეს პროცესი, იმიტომ რომ სიმბოლური დატვირთვა. არა, სიმბოლური დატვირთვა არა, იურიდიული დატვირთვა აქვს. სიმბოლური იქნებოდა მარტო განცხადება. ამას აქვს იურიდიული დატვირთვა, მაგრამ წინ არ მიდის, იმიტომ რომ უკაცრავად და საქართველოს ზუსტად საპირისპირო მიმართულებით მიდის ჩქარი ტემპებით რუსეთის დაკვეთით და ბლოკავს სომხეთის შესაძლებლობას გავიდეს რუსეთის გავლენის სფეროდან. ასე რომ სომხეთს ჰაერით ფიზიკურად 2024 წლის 5 აპრილს ბრიუსელში შედგა სამხრივი შეხვედრა. ფაშინიანი, ურსულა ფონ დერ ლაიანი, ბლინკენი, ანუ სომხეთის პრემიერი, ევროკავშირის პრეზიდენტი, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი. ხელი მოეწერა სამხრივ დოკუმენტს, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ სომხეთი იწყებს ევროინტეგრაციას, ევროკავშირი ყველაფრით უზრუნველყოფს სომხეთს და ამაში იგულისხმებოდა ეკონომიკა, ამაში იგულისხმებოდა სამხედრო შესაძლებლობები, ამაში იგულისხმებოდა ბირთვული საწვავი. ატომური ელექტროსადგური არის, რომელიც რუსული არის, მაგრამ საბჭოთა. მაგრამ ამერიკამ უკრაინასში მოახერხა ეს, რომ თავისი საწვავით ჩაანაცვლა რუსული საწვავი და მოკლედ ეს მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო იმ დოკუმენტში პირდაპირ წერია. ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მქონე საქართველოს ტერიტორიის გავლით.
დეკემბერში, როცა კანდიდატის სტატუსი არ ქონდა დამსახურებული ჩვენ, იმიტომ რომ ყველაფერი წინააღმდეგ გავაკეთეთ და მაინც მოგწეს, ნიკოლ ფაშინიანი თავისი პირადი კავშირების მეშვეობით ლობირებდა ამ საკითხს ემანუელ მაკრონთან. და შეძლო. როგორც კი შეძლო, ერთ თვეში პრაქტიკულად ფაშინიანის ასევე ინიციატივით საქართველოსთან იანვარში იდება შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. და სომხეთი და საქართველო ხდებიან სტრატეგიული პარტნიორები, მაგ შეთანხმებაში დახურული დოკუმენტია, მაგრამ რაღაც გაჟონვა იყო მაგ დოკუმენტიდან და ვიცით რომ წერია მხარეები იზიარებენ ერთობლივ ევროპულ ფასეულობებს და ხედვას. სომხეთისთვის ეს იყო საფუძველი, რომ და პირდაპირ აქვს ფაშინიანს ეს ნათქვამი. ჩვენი მეზობელი საქართველო არის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მქონე, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირი უკვე ჩვენს რეგიონშია და ეს უხსნის სომხეთს შესაძლებლობას დაიწყოს ევროინტეგრაცია. აპრილში ამ პროცესი იწყებს სომხეთში, აპრილში საქართველო ამ პროცესს ბლოკავს და სომხეთი დღემდე არის ჩამოკიდებული ჰაერში, იმიტომ რომ არ შეუძლია რეალურად წავიდეს ევროპისკენ, დასავლეთისკენ ეს იბლოკება საქართველოს მეშვეობით. მათ შორის დაიწყო პირველი იარაღის მიწოდება სომხეთისთვის საფრანგეთიდან, ბასტიონები და საქართველოს გავლით მოხდა ეს ასევე კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, რაც ბუნებრივია ახლა, როცა კანდიდატის სტატუსი გაქვს და საერთოდ გინდა ევროკავშირის წევრობა, პირველი არსი მაგის არის, რომ შენი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა უნდა ემთხვეოდეს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას და თუ ევროკავშირის პრიორიტეტი აქვს სომხეთის თავდაცვის უნარიანობა უზრუნველყოს, ესე იგი შენი პრიორიტეტიც არის საქართველოს. თან, როცა ამის მიზანი არის ეგრეთ წოდებული ზანგეზურის ექსტრატერიტორიული დერეფნის არ დაშვება, რომელიც საქართველოსთვის არის კატასტროფა პირდაპირ გაგებით, გეოპოლიტიკური კატასტროფა, იმიტომ რომ ერთადერთი რაც უზრუნველყოფს ჩვენს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას, არის ჩვენზე გამავალი ლოგისტიკური კავშირები. და ჩვენი ეფექტური კონტროლი, საქართველოს ეფექტური კონტროლი ამ ლოგისტიკურ კავშირებზე. თუ ამ ლოგისტიკურ კავშირებს შეექმნა ალტერნატივა და ეს ალტერნატივა უბრალოდ ალტერნატივაზე არ მომბ, თუ სომხეთის გავლით შეექმნა და სომხეთი აკონტროლებს და საქართველო და სომხეთი ერთად არიან ევროკავშირში, მაშინ აქაც და იქაც ევროკავშირი ორივეგან საქართველოს და სომხეთის მეშვეობით ამ ლოგისტიკას აკონტროლებს და პრობლემა არ იქნება. და ორივეგან აზერბაიჯანი დამოკიდებულია და თურქეთი ამ სახელმწიფოზე. რაც არის წარმოდგენილი სომხეთის პრემიერ-მინისტრის ხედვაში მშვიდობის გზაჯვარედინი. ანუ რომ ლოგისტიკა გავხსნათ ოღონდ იურისდიქციის დაცვით, ანუ როგორც საქართველოში. მაგრამ თუ იქ იქნება თურქეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის სასურველი ექსტრატერიტორიული დერეფნის ფუნქცია, რომელიც გულისხმობს, რომ სომხეთი ამას არ აკონტროლებს, ანუ საკუთარ ტერიტორიაზე კონტროლს არ აწარმოებს, მაშინ თურქეთი და აზერბაიჯანი პირდაპირ სახმელეთო კავშირი იქნება და საქართველოზე თურქეთის და აზერბაიჯანის, ესე იგი ცენტრალური აზიის, ესე იგი ჩინეთის კავშირი და ევროკავშირის ეს მთელი სავაჭრო შუა დერეფანი რასაც ქვია დამოკიდებულება ქრება და თუ ეს ქრება საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აღარ არსებობს უბრალოდ. ამიტომ საქართველოსაც პირველ რიგში უნდა აინტერესებდეს, რომ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა იყოს დაცული მათ შორის. მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველო აკეთებს საპირისპირო ნაბიჯს და ამის მტკიცებულება არის აზერბაიჯანის მაგალითად მედიაში ძალიან ფართოდ გავრცელებული ყველა მედია არის სახელმწიფო მედია. ხარდაჭერა და სიამოვნება და აღნიშვნა იმისა, რომ საქართველომ შეზღუდა სომხეთში ტრანზიტი შეიარაღების, რაი ფრანგული შეიარაღება რაც დაიწყო, ეგრევე გაჩერდა და აღარ მიდის ტრანზიტიდან. საბოლოო ჯამში გამოდის, რომ საქართველო მოქმედებს საკუთარივე ინტერესების წინააღმდეგ. და რომ დავუბრუნდეთ, თქვენს ცოტა გადავუხვია, მაგრამ თქვენს თავარ კითხვას სომხეთის პრიზმა არის, რომ დასავლეთთან შექმნას უსაფრთხოების არქიტექტურა, ევროკავშირის დამკვირვებლები შეიყვანოს, სომხეთში სუბიექტურობა გაზარდოს და აწარმოოს რაც შეიძლება მეტ ცენტრთან ურთიერთობა, მათ შორის მთავარი იმპორტიორი იარაღის, რადგანაც საქართველოს გავლითაც პრობლემებია შექმნილი, როგორც გითხარით, დღეს გახდა სამხრეთის მიმართულება, ირანის გავლით ინდოეთი არის მთავარი მომწოდებელი იარაღის სომხეთში დღეს. კი ბატონო, ირანის რუსეთის წვლილი, რომელიც 90% იყო იარაღის მიწოდებაში, ეხლა არის 10%-ზე ნაკლები. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. კი ბატონო. სანამ გადავალ თვითონ უსაფრთხოების სამომავლო გარანტიებზე, აი ინდოეთის თემასაც რო შევეხოთ, მანამდე მაინტერესებს თვითონ რა პროცესები მიმდინარეობს სომხურ ეკლესიაში, იმიტომ რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში
დაიწყო ეს ამბები და ძალიან საინტერესოა კონკრეტულად რა პროცესები მიმდინარეობს. კი, ძალიან მნიშვნელოვანია. მე წლების განმავლობაში ამაზე ღიად საუბრობდი და ეხლა საუბრობ, რომ რუსეთი ამზადებს რევანშს, არ გამოვიდა ყარაბაღის მეორე ომით, იყო მცდელობა, არ გამოვიდა მთლიანად ეთნიკური წმენდით ყარაბაღის, რომლის შედეგადაც წარმოიდგინეთ და გენშტაბის ხელმძღვანელი გამოვიდა და ფაშინიანი უნდა გადადგესო, ანუ არმიაში, ჯარში რუსეთის გავლენა ძალიან დიდი იყო და საერთოდ კიდე კითხვის ნიშნებია ეს ომი როგორ მიმდინარეობდა და რუსეთს რა გავლენა ჰქონდა შიდა სომხეთის გავლენით. გამოვიდა კათოლიკოს პატრიარქი გარეგინ მეორე, კტრიჩ ნერსისიანი, ეს მის სახელი და გვარია და მოითხოვა რომ ფაშინიანი გადადგეს. დიასპორიდან ცხადია, დაშნაკ ცუცუნი გამოვიდა, რომელსაც ძალიან დიდი გავლენა აქვს დიასპორაში. რეალურად დიასპორაში ყველაზე დიდი გავლენა აქვს ეკლესიას და დაშნაკ ცუცუნს. თან ისტორიული. თან დაშნაკ ცუცუნი ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ სომხეთში თავსად როგორც პარტია, თვითონ არის პარტია, მაგრამ სომხეთში როგორც პარტია დასაღებს, ანუ პოლიტიკური პარტია, რომელიც პარლამენტშიც კი არის, მაგრამ და წინა ხელისუფლებასთან ერთად იყო კოალიციურ ხელისუფლებაში, ეს არის ამნიშნული და ეხლაც არის წინა ხელისუფლებასთან ერთად პარლამენტში. მაგრამ დიასპორაში წარმოადგენს თავს როგორც დიასპორული ორგანიზაციები და ლობისტური ჯგუფები და არა როგორც პარტია. და მოკლედ ეს დუალური როლი არის ძალიან საინტერესო. ხო და დღეს რუსეთის მთელი გავლენა დარჩენილია სად? სომხეთში. რა თქმა უნდა, სახელმწიფო სისტემაში დარჩენილი არიან, განსაკუთრებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და ამიტომ სომხეთში შეიქმნა ცალკე საგარეო დაზვერვის სამსახური საფრანგეთთან ერთად, იმიტომ რომ არენდობიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. აქ თქვენ ნახავთ ძალიან საინტერესო პარალელს საქართველოსთან, სადაც ასევე ორი ესეთი სამსახური არსებობდა, მაგრამ ბოლოს ხანებში გაუქმდა საქართველოს დაზვერვის სამსახური და უერთდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომლის მიმართ ნდობა დასავლეთის ისეთივე მცირეა, როგორი მცირეც არის ნდობა დასავლეთის სომხეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის, სადმი. ხო და ეს ერთი პრობლემა რჩება სახელმწიფო სისტემაში, მეორე პრობლემა არის რა თქმა უნდა ეკონომიკურ კომპონენტში, სადაც რუსეთის როლი დიდია, მაგრამ ეხლა სომხეთს აქვს კონფისკაციის ძალიან დიდი მასშტაბური პროცესი, ანუ იბრუნებს სახელმწიფო ქონებას, რომელიც უკანონო იყო ჩამორთმეული, მაგრამ მთავარი გავლენა რჩება რუსეთის სად. ეს არის ყოფილი ხელისუფლება, კონკრეტულად რობერტ ქოჩერიანის პარტია, ანუ ჯგუფი, ჰაიასთან დაშინკი ქვია, სერჟ სარქსიანის რესპუბლიკური პარტია, ართურ ვანეციანის, რომელიც ახლა ძალიან საინტერესო არის. ართურ ვანეციანი ფაშინიანი რო გახდა პრემიერი, მოადგილე რო დანიშნა მეთქი ხელმძღვანელად მოადგილეები, სუსის ხელმძღვანელი გადააყენა და მოადგილე ართურ ვანეციანი დანიშნა სუსის ხელმძღვანელად. რუსეთმა რო სწხოვა, რომ ეხლა სხვა არავინ არ დანიშნო გარედან და ჩვენი ნაცნობები დანიშნე, ვინც ფსბ-სთან კავშირებში იყო. ხო და ართურ ვანეციანიც სულ მალე ფაშინიანს უღალატა რეალურად გადავიდა ოპოზიციაში და დღეს ოპოზიციაშია, საერთოდ მისი ცნობილი გამონათქვამია კრიმ-ნაშ. როიცოდეთ, ანუ ძალიან საინტერესო პროცესი არის, მას რომ რუსეთის ერთ-ერთ მედიაში კითხეს, რომ ყირიმი ვისი არისო და ხო უნდა ითქვა, რომ თქვენი დაუშვათ, ხო პირობითად რუსების და არა თქვა, რომ ჩვენიო. ანუ აი რუსულად, ანუ რუსად ძალიან კარგად მიხვდით ზუსტად რასაც გულისხმობ. ანუ ეს სამი პარტია არის პლუს დაშნაკ ცუცუნი, პლუს ეკლესია. ეკლესიაში მათი გავლენა და მედია. ეხლა ფაშინიანს ძალიან კარგად ესმის, რომ ეს რევანში იწყება, საერთოდ ამ რევანში ეხლა არის საფრთხე აზერბაიჯანს აქვს დაწყებული წარმოუდგენლად საზარელი კამპანია მთელ სომხეთს უწოდებს დასავლეთ აზერბაიჯანს სახელმწიფო დონეზე, ამბობს რომ ეს სომხეთი აქ არასდროს არ არსებობდა. არიციანეთ ყובה შუშანიკის წამების ამბები მაგალითად და საერთოდ საქართველოს ისტორიაშიც კი არ ჩაუხედავთ. სომხეთი აქ არასდროს არსებობდაო და ეს ყოველთვის იყო აზერბაიჯანის მიწა და აზერბაიჯანელები აქ ცხოვრობდნენო და დასავლეთ აზერბაიჯანია და ჩვენ დავიბრუნებთ მთლიანად მთელ სომხეთს, რაც გენოციდის მაგვარი კომპონენტია, იმიტომ მთელი სომხეთის დაპყრობა ხო ეს არ არის კონფლიქტი რაღაც ერთ ლოკაციაზე. მეორე მომენტი არის რომ ალიევი აპირებს განიხილავს მაინც სცენარში და ეს გეოპოლიტიკური ანალიზი ამას აჩვენებს სიუნიქსზე, ეგრეთ წოდებულ ზანგეზურზე, ესე უწოდებენ ამ რეგიონს, სომხეთის სიუნიქის რეგიონზე თავდასხმას. და რეალურად რუსეთს ეს აწყობს მათ შორის იმ კონტექსტში, რომ უნდათ ფაშინიანის გადაყენება.
გადატრიალების მოწყობა და ვერ ახერხებენ ამას. და რეალურად ამ თავდასხმის პარალელურად უნდათ რომ ფაშინიანი მოაშორონ ხელისუფლებას და რა გააკეთონ ახლა კავკასიაში რა ვითარება ალიევი არის უფრო რა თქმა უნდა თურქეთის მოკავშირე ვიდრე რუსეთის, მაგრამ რუსეთთან ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს და ავტორიტარულ რეჟიმში ეს გამოდის. მოკავშირეა საქართველო თლიანად რუსეთის კონტროლის და გავლენის ქვეშ არის. ერთადერთი პრობლემა აქ რჩება სომხეთი. დემოკრატიული, პროდასავლური სომხეთი, რომლის ხელისუფლების ცვლილება არის ყველას ინტერესში ამ რეგიონში. ხო და შესაბამისად მათი სურვილი არის რომ ფაშინიანის გადაყენება მოხდეს. ერთი სცენარი არის რომ აი ამ რესურსის მეშვეობით გადატრიალება მოხდეს და ამ რესურსში როგორც ვთქვით ეს სამი პარტია არის დაშნაკ ცუცუნი და ეკლესია. ეხლა მედიის მიმართულებით ფაშინიანი მუშაობს რომ შეამციროს მედიის გავლენა, იმიტომ რომ მედიაში, რუსეთის მედიაში ძალიან სერიოზული მის წინააღმდეგ კამპანია აქვს აგორებული, მაგრამ ესმის რომ რეალური პრობლემა არის ეკლესიაში და დაშნაკ ცუცუნში რა მათ შორის, იმ პარტიებთანაც ბრძოლაში და ეხლა შარშან მაგალითად კამპანია იყო დაწყებული და გარეგინ მეორემ პატრიარქმა ხარი დაუჭირა ერთ-ერთ ეპისკოპოსს ტავუშის რეგიონის საქართველოსთან საზღვარზე მდებარეობს ბაგრატ გალესტანიანს რომ დაიწყო კამპანია რევოლუციის და ხელისუფლებაში მოსვლის და პირდაპირ თქვა რომ მე მინდა გავხდე პრემიერ-მინისტრი ანუ სასულიერო პირი დიახ რუსეთს ფსბ-ს აქვს გეგმა, რომ სომხეთი საერთოდ ესეთი სახელმწიფო რატომ უნდა არსებობდეს დაახლოებით და შეიძლება იყოს ქრისტიანული ირანი. სადაც იცით რა არის ისტორიულად სომხეთის თუ ავიღებთ, აი სომეხი ერს თუ ავიღებთ, სომეხი ერის ყველაზე ძლიერი ინსტიტუტები დღეს, ეს არის სომხეთის სახელმწიფო სისტემა, ეს არის ეკლესია თავისი დიასპორაში გავლენით და ეს არის დაშნაკ ცუცუნი. სხვა ძლიერი ინსტიტუტი, ну სახელმწიფოში ხვდებით ძალიან ბევრი ინსტიტუტი არის, ხო? როგორც ხვდებით, ყველა ინსტიტუტი სახელმწიფოს, მაგრამ აი ამ სამის მიღმა, როგორც ასეთი, არ არსებობს სხვა ინსტიტუტი. რუსეთს რეალურად კონტროლის ქვეშ ჰქონდა სამივე. ეხლა გათავისუფლებულია ნაწილობრივ მხოლოდ სახელმწიფო. ამიტომ ეხლა რუსეთს მიზანი აქვს რომ გამოიყენოს ყველაფერი რომ მთლიანად დაიბრუნოს ეს. და მათ წარმოუდგენიათ რომ სომეხი ერი საერთოდ ან უნდა ისტორიულადაც სომეხი ერის მართავდნენ სწორედ ეკლესიის და დაშნაკ ცუცუნის მეშვეობით. დაშნაკ ცუცუნი არც პარტია არის, არც რომელიმე კონკრეტული იდეოლოგია არის, არის სისტემა. ამ სისტემის მეშვეობით იმართება, ასე ვთქვათ. ის დაშნაკ ცუცუნი, რომელიც ამერიკაში არსებობს და ANC ქვია, Armenian National Committee of America თავს წარმოადგენს როგორც პროდასავლურ ძალას საერთოდ და ლობირებს ამერიკასთან კარგ ურთიერთობებს. მაგრამ ეს იგივე იმ დაშნაკ ცუცუნის ნაწილია, რომელიც აქ ემსახურება რუსეთის ინტერესებს საერთოდ სრულად. და ასე რომ რა ბევრი ის აქვს, ნიღაბი აქვს დაშნაკ ცუცუნის. ანუ უფრო ისე რომ აუხსნათ, რა კონკრეტულად რა ორგანიზაცია რა არასამთავრობო ორგანიზაცია დაშნაკ ცუცუნი deep state-ი არის. გარკვეულწილად. ხო, აი თუ შეიძლება ითქვას რომ ფარული მართლობის ელემენტი არის, მათ შორის იმის ერის შეიძლება ითქვას ეგრე, იმიტომ რომ რაღაცა წართმეული აქვთ და პრივატიზებული პატრიოტიზმი, როგორც ასეთი, ანუ თუ შენ დაშნაკ ცუცუნთან ერთად არ ხარ, შენ სომეხი არ ხარ, ან პატრიოტი არ ხარ, მოკლედ, რაღაც წარმოუდგენლად ნაციონალისტურ რაღაც ნარატივებზე არის შექმნილი, მაგრამ ძირითადი არსი არის ის, რომ ერთადერთი შესაძლებლობა იყო სომეხი არის მათთან ერთად ყოფნა. მათ ორგანიზაცია რამე წევრი. პარტია არის, არა, თბილისში დაფუძნებული პარტია 1890 წელს. მაგრამ ხო, პარტია არის, მაგრამ თავის დროზე ამ პარტიაზე კონტროლი დაამყარა რუსეთმა. და რეალურად ის რა იდეაც აქვს სომხური ნაციონალიზმი ამ პარტიას. იქ სომხური ნაციონალიზმის არაფერი არის, იმიტომ სრულად ემსახურება რუსეთის ინტერესებს. როგორ შეიძლება ერთი ერის ნაციონალიზმი იყოს სხვა ერისთვის მსახურება, ანუ ეგეთი რამე ბუნებაში არ არსებობს. ამიტომ ეს არის ისევე როგორც სომხური ეკლესია. სომხური ეკლესია, რომელიც გამოდის როგორც ერის დღეს სისტემა, რომელიც ერის გამაერთიანებელია რაღაცა მორალურ პრინციპებს და ერის სულიერ აღზრდაზე და რაც პატრიოტიზმზე ასევე ასე ვთქვათ ამბიცია აქვს, რეალურად სრულად ემსახურება დღეს რუსეთის იმპერიულ ინტერესებს, ოღონდ ამას აკეთებს ძალიან დამალულად, როგორც დაშნაკ ცუცუნი. ბევრ ადამიანს ატყუებენ ამის მეშვეობით, იმიტომ რომ ფასადურია ეხლა. რა თქმა უნდა, როცა
სასულიერო პირის ტანის ამოსი გაცვია. როცა თანამდებობები გაგაჩნია. როცა შენ ეკლესიას იყენებ იმისთვის, რომ შენი ნარატივები წინ წაწიო, რა თქმა უნდა, ეს სხვა პრიზმიდან გამოჩნდება, ვიდრე პოლიტიკური მოღვაწეები და რუსეთს ეს ძალიან კარგად ესმის. ანუ ისტორიული მთელი ბრძოლები იყო საუკუნეების განმავლობაში სომხური ეკლესიის რუსეთისგან დამოუკიდებლობა. მოკლედ, ფაშინიანი 2018 წელს როცა მოდის ხელისუფლებაში, სომეხი ერი იწყებს პარალელურად ახალი სომხეთი, ახალი პატრიარქი მოძრაობას. რადგანაც ვანეციანს ნიშნავს, ანუ ტოვებს სისტემას, მოკლედ რუსული სისტემა მასეუბნება, რომ არ შეეხო პატრიარქს. არ ეხება. არ ვიცი ახლა სუსტი იყო, მე ვფიქრობ, რომ შეცდომა იყო. იმიტომ რომ იმ დროს, როცა ცხელი იყო მდგომარეობა, რევოლუციურად უნდა განეხორციელებოდნენ ცვლილებები და შანსი იყო ბევრი რაღაც. მათ შორის, რომ ყარაბაღში დასავლეთის ჩართულობა ყოფილიყო რუსეთის ნაცვლად მათ შორის და დასავლური მშვიდობის ყოფილები ნამდვილად არ დაუშვებდნენ იქამდე მდგომარეობას, სადამდეც მოვიდა, ხო, მთლიანად. მაგრამ ეს არ გააკეთა. ეხლა როცა ნახეს, რომ ეს ბაგრატ გალესტანიანი, ანუ ერთ-ერთი ეპისკოპოსი ვერ ქაჩავს პრემიერ-მინისტრობისთვის, რამდენიმე დღის წინ უკვე საჯაროდ გავრცელდა ოპოზიციამ გავრცელდა წინა ხელისუფლებამ სომხეთის, პირდაპირ რომ ჩვენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უნდა იყოს ყოველთა სომეხთა პატრიარქი გარეგინ მეორე. ამაზე უკვე ეთყობა ბოლო წვეთი აღმოჩნდა, თუმცა მე არ ვთვლი, რომ ბოლო წვეთამდე უნდა დაელოდო ნიკოლ ფაშინიანის შემთხვევაში, მაგრამ ეთყობა ბოლო წვეთი აღმოჩნდა, მე მივესალმები ამას, რა თქმა უნდა, რომ დაიწყო უკვე ძალიან კონკრეტულად საკითხის დაყენება. ეხლა პირდაპირ KGB-სთან თანამშრომლობაში ბრალს არ დაძდებს და ეს სწორია, არ მგონია, რომ ესე უნდა დააყენოს საკითხი. დააყენა მორალური პრინციპები, რომ შვილები ყავს, შვილი ყავს, დარღვეული აქვს მას და ბევრ ეპისკოპოსს საერთოდ ყველანაირი წესი, რომელიც არსებობს, თუ შვილი ყავს, იქ შეუძლებელია უკვე, ასე ვთქვათ, შენ თანამდებობა კონდეს სომხურ ეკლესიაში მაღალ იერარქიულ ეგეთი წესია. გარდა ამისა, დააყენა კონკრეტულად ესეთი საკითხი რა, რომ სომხეთის რესპუბლიკას უნდა კონდეს გადამწყვეტი ხმა პატრიარქის შერჩევის პროცესში. ეს ვიღაცა იტყვის, რომ სეკულარიზმს ეწინააღმდეგება. მე მაპატიეთ, მაგრამ სეკულარიზმი, რომელიც გულისხმობს, რომ სომხეთის სახელმწიფო გამიჯნულია ეკლესიისგან და ამიტომ რუსეთი მართავს ამ ეკლესიას სომხეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ, ესეთი სეკულარიზმი არავის არ ჭირდება. ეკლესია არის სისტემა. სულიერება და ასე შემდეგ ეს შენი პირადი საკითხი არის. შენ პირადად როგორც ადამიანი შეგიძლია ეს შინაგანი პროცესი წარმართო, მაგრამ ეკლესია არის გარეგანი სისტემა, სადაც არის იერარქია და სადაც ძალიან ბევრგან რელიგიას იყენებენ კონკრეტული მიზნებისთვის. მათ შორის ბოლო პერიოდში გამოჩნდა მაგალითად, რომ სომხეთი მიდის აზერბაიჯანთან და თურქეთთან ახალი კონფლიქტის შემცირების მიმართულებით, რისკების და ეკლესია იქ რაღაც სხვა პოლიტიკას აწარმოებს. რუსეთის დაკვეთით. ეკლესიას უნდა რუსეთის დაკვეთით, რუსეთს ახლა მექანიზმი აღარ დარჩა ახალი კონფლიქტი როგორ შექმნა სომხეთის ტერიტორიაზე, რომ იქ შეიყვანოს თავისი ჯარები, სუნიგზე არის საუბარი, ზანგეზურზე ეგრეთ წოდებულზე. და ამიტომ სომხურ ეკლესიის გამოყენებას აპირებს ამისთვის, რომ ახალი კონფლიქტი შექმნას. და ეკლესია ამას გააკეთებს, დაშნაკთვისიც ამას გააკეთებს. ამიტომ ფაშინიანმა ძალიან მკაფიო დასვა საკითხი, რომ სომხეთის ახლა რა თქმა უნდა, სომხეთის რესპუბლიკას უნდა კონდეს იქ გადამწყვეტი ხმა. მინიმუმ იმ პირობებში, როდესაც ესეთი რეალობა გაქვს, როცა რუსეთი აკონტროლებს. აბა სხვანაირად როგორ შეიძლება აკონტროლო? კი, სწორედ სეკულარიზმის მეშვეობით არის ავტონომიური სისტემა და თუ ნებისმიერ სხვა სისტემა, სახელმწიფო სისტემა შეგიძლია რუსეთის გავლენისგან გაწმინდო, სომხური ეკლესია და დაშნაკცუცუნი რჩება სისტემებად, რომლებიც ავტონომიური არიან და რუსეთის მთელი მგზავრობა იმაში არის, რომ ავტონომიურ სისტემას შენ ვერ ეხები. და ის ავტონომიური სისტემა მთლიანად შემოსულია შენი ერის, შენი სახელმწიფოს სხეულში, ყველგან და შენ მისგან ვერ თავისუფლდები. თან როგორ არის შემოსული პატრიოტიზმის ნარატივებით, რომ აქეთ შენ გეუბნება, რომ შენ არ ხარ ისეთი სომეხი, როგორიც უნდა იყო. ამიტომ ფაშინიანმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და კიდევ კარგი სომეხი ერი ამისთვის მზად არის. იმიტომ რომ რუსეთის აგენტებს მოსკოვში შეეშალათ, როცა უყურებენ სტატისტიკას 90%-ზე მეტი არის ქრისტიანი სომხეთში, 98% ან 19% არ ვიცი, მოკლედ ტოტალური უმრავლესობა. იქედან ტოტალური უმრავლესობა თუ არა ყველა პრაქტიკულად, რაღაც სხვადასხვა მიმართულება ასევე არის, რა თქმა უნდა, სომხურ კათოლიკური ეკლესიაც არსებობს ზოგადად, მაგრამ არის ამ სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მიმდევარი. მაგრამ შეეშალათ იმაში, რომ ხარდაჭერა გარეგინ ბეს
ბეროს გარეგინ მეორე ანუ სომხეთში ესე არის გარეგინ მეორეს ესე იგი სისტემის იქ ერთნიშნა პროცენტი არის არ არსებობს ეს მხარდაჭერა სომეხებს ეს სიბრძნე კიდევ კარგი აქვს და ყოფნის და სწორედ ამიტომ ეხლა ნათელი არის რომ ნიკოლ ფაშინიანს მთელი საზოგადოება მხარს უჭერს რომ საერთოდ მთლიან დაასრულოს ეს საკითხი იმიტომ რომ შემდეგ წელს მოდის არჩევნები და ნუ ნათელი არის რომ ეს სისტემა აპირებს ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ გალაშქრებას და ამით რუსეთის რევანშის უზრუნველყოფას. ამიტომ დროულია რომ ეკლესიაშიც და მე ვფიქრობ საერთოდ დაშნაკცությունშიც ძალიან მნიშვნელოვანი ქმედებების განხორციელების საჭიროება დგას და იმედი მაქვს რომ ფაშინიანი ამ საქმეს ბოლომდე მიყვება, იმიტომ რომ თუ არა, მას ემუქრებიან პირდაპირ ლიკვიდაციით რა ეს საჯაროდ და შესაბამისად ყველაზე მზაკრული არის სწორედ ეს სისტემები. მათგან გათავისუფლება ძალიან რთული. იმიტომ რომ ჩაკეტილი სისტემა შენ ვერ ცვლი იმ ეკლესიაში ვერ შედიხარ და ვერაფერს ვერ ცვლი დაშნაკციაში ვერ შედიხარ და ვერაფერს ვერ ცვლი. ანუ შესაბამისად იქ ძალიან ხისტი გამბედავი პოლიტიკის წარმოება შეგიძლია რომ ერთხელ და სამუდამოდ ახლა რანაირია როცა ეკლესია რომელსაც ესეთი გავლენა აქვს და დიასპორაში გავლენა დაშნაკცუცულის მოქმედებს შენი სახელმწიფოს წინააღმდეგ არანაირად სომხეთს ეგ არ ჭირდება ისედაც საკმაოდ სუსტი არის იმის ნაცვლად რომ სომხეთის სახელმწიფოს გაძლიერებაში წვლილი ჰქონდეთ სომხეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ რუსეთის სასარგებლოდ და ნუ დაუშვებელი არის ეს და ამიტომ ფაშინიანს ძალიან დიდი ახლა რუსუბლისის კრების მსგავსი რაღაცა აქვს წამოწყებული იმედია ძალიან საინტერესოა ჩვენი საუბრიდან ნათლად ჩანს რომ რუსეთი ამით არაპირებს გაჩერებას სომხეთში ასევე ნათლად ჩანს რომ აზერბაიჯანის გეგმები მთლად ბოლომდე არ არის განხორციელებული ჯერ გაურკვეველია რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს მაგრამ სომხეთი მაინც გრძნობს ამ უსაფრთხოების პრობლემას ასევე გამოჩნდა რომ რუსეთი ძალიან არასანდო პარტნიორია აკეთებს ყოველთვის ფიქრობს იმაზე თავისი სარგებელი როგორ იპოვოს და მისი პარტნიორის ან მოკავშირის უსაფრთხოება თუ რისთვისაც არის რეგიონში მოპატიჟებული სომხეთი ეს მიერ საერთოდ აინტერესებს თავისი ჯარები სად ჩასვას და როგორ ჩასვას უკეთესად. ამ პირობებში როდესაც სომხეთი მაინც და ისევ გრძნობს სამომავლო უსაფრთხოების პრობლემებს. სად ეძებს სომხეთი უსაფრთხოების გარანტიებს? ჩვენ ვახსენეთ დასავლეთი, ჩვენ ვახსენეთ აღმოსავლეთი. ეძებს სომხეთი უსაფრთხოების გარანტიებს დასავლეთში, აღმოსავლეთში თუ ორივეგან? ხო, დასავლეთი ისეთი ფართოცნება არის, ცხადია, რაღაც გაგებით ინდოეთიც დასავლეთი არის. ანუ აი ამ დემოკრატიული, ერთი ყველაზე მსხვილი დემოკრატიული სახელმწიფოა, მე თუ ნახავთ მის მოკავშირეებს, ხო, აი პაკისტანთან ომის ეტაპზეც ვხედავთ, რომ მის მოკავშირეები არიან დასავლური სახელმწიფოები ძირითადად. და სომხეთი ეძებს მოკავშირეებს იქ, სადაც გეოპოლიტიკური ინტერესები ემთხვევა. ემთხვევა გეოპოლიტიკური ინტერესი აქ ხო თურქული კავშირი იქმნება პრაქტიკულად და თურქეთს უნდა საერთოდ თურქული კავშირის სახმელეთო კომუნიკაციის შექმნა, ანუ თურქეთს და აზერბაიჯანის ხმელეთით გაერთიანება. ეს პროცესი არის ძალიან სახიფათო ბევრისთვის. ერთი არის ირანი, რომელსაც ეს ტაქტიკურად არ აწყობს. ტაქტიკურად, იმიტომ რომ ირანში არის დიდი აზერბაიჯანული მოსახლეობა, თურქული წარმოშობის, სეპარატისტული, ასე ვთქვათ, პროცესებიც მიმდინარეობს და საერთოდ ირანისთვის დაუშვებელია, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი გაერთიანდნენ და ეს თურქული კავშირი თურანი, ასე ვთქვათ, შეიქმნას, რომელიც ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ირანს, მისი შიიტურ, სუნიტური აი ამ შიდა დაპირისპირების ფონზე. მოკლედ ერთი ტაქტიკური მოკავშირე არის ირანი, რომელიც ამბობს, რომ მე სომხეთთან საზღვარი რომ აქვს, ეს საზღვარი უნდა დარჩეს. მეორე ტაქტიკური, მეორე უფრო სტრატეგიული მოკავშირე ამ შემთხვევაში არის ინდოეთი. იმიტომ რომ პაკისტანი ერთადერთი სახელმწიფოა თურქეთის და აზერბაიჯანის გარდა, ვინც არ აღიარებს სომხეთის არსებობას და არ აღიარებს საერთოდ სომხეთის სახელმწიფოს უფლებას, რომ იარსებოს. და პაკისტანი ძალიან აქტიურად მონაწილეობდა მეორე ყარაბაღის ომში თავისი სპეცრაზმით, თავისი სხვადასხვა ტიპის ჩართულობით და ასე შემდეგ. შესაბამისად, პაკისტანის და აზერბაიჯანის მჭიდრო კავშირების ფონზე და იმის ფონზე რომ ახლა რა არის პაკისტანი, ხო? ეს თურქეთმა ახლა განაცხადა პაკისტან-ინდოეთის ომის დროს, აი ახლა ხანს რო იყო, რომ ჩვენი აღმოსავლეთ საზღვარი არისო პაკისტანი, ეს ოფიციალური განცხადება. შესაბამისად, რა
რანაირი აღმოსავლეთ საზღვარი არის, რანაირად გადის, ცოტა ღრმა თემა არის, იმიტომ რომ თურქეთს ისტორიულად თურქულ იმპერიებს ჰქონდათ ცენტრალური აზიიდან მოგოლების იმპერია ერქვა კონტროლი პაკისტანის ტერიტორიაზე და ისლამი იქ სერიოზულად თურქებმაც გაავრცელეს თავის დროზე არაბების გარდა და რა თქმა უნდა ამ თურქებზე არ არის ახლა საუბარი, არამედ ცენტრალურ აზიურ თურქებზე, სადაც იმ დროს აქ არც იყვნენ თურქები, იქედან სამხრეთის მიმართულებით იყვნენ ჩასული. და ეს ისტორიული კავშირი პაკისტანელებთან აქვთ. და დღესაც თურქეთი თუ შეძლებს აზერბაიჯანთან სახმელეთო კავშირის დამყარებას და ცენტრალურ აზიაში გასვლას, ავღანეთში მაგალითად თურქეთის და აზერბაიჯანის გავლენა ძალიან დიდია. იმის მერე რაც ნატოს ჯარები იქედან გავიდნენ, აზერბაიჯანის და თურქეთის ჯარები დარჩნენ და თალიბანი არ ეწინააღმდეგება თურქეთის გავლენას, იმიტომ რომ თურქეთი ახლა იცით რომ მიდის უახლოვდება, ასე ვთქვათ, სეკულარიზმს შეეშვა და ეს ისლამური ნარატივები ძალიან დაბრუნებული არის თურქეთის საგარეო და შიდა პოლიტიკაში. ამიტომ პრაქტიკულად თურქეთს შეუძლია ამ ზანგეზურის დერეფნის გახსნის შემთხვევაში პირდაპირ კავშირი ჰქონდეს პაკისტანთან. ავღანეთის გავლით და სხვა პროცესი არის. ამიტომ ეხლაც ბაირაქტარების მიწოდება მოხდა პაკისტანისთვის და ინდოეთს მის ინტერესებში, ანუ ინდოეთის სტრატეგიულ ინტერესებში შედის, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი ხმელეთით არ გაერთიანდნენ. და ამიტომ ინდოეთი აქ არის ძალიან აქტიურად ჩართული და ამაგრაგებს სომხეთს ყველაფრით. ანუ ეს არ არის რაღაცა კერძო საკითხი, ეს არის ინდოეთის გეოსტრატეგიული ინტერესები. ამავდროულად ინდოეთი ისვლებს აკეთებს სომხეთში, ჩვენ რეგიონში, პაკისტანის და თურქეთის გავლენების შემცირების მიმართულებით. ზუსტად და იმის რომ სუნიკი დარჩეს სომხეთის ტერიტორიის ნაწილად და ამიტომ გახდა ყველაზე მსხვილი მომარაგებელი იარაღი სომხეთში, ახლა 60% არის დაახლოებით ყველაფერს აწვდის, რასაც არ აწვდის რუსეთი უკვე. მეორე არის საფრანგეთი, რა თქმა უნდა, ეს არის ისტორიული კავშირებიც, ეს არის გეოპოლიტიკური კავშირებიც, ევროკავშირსაც არ ჭირდება აქ თურქული კავშირის შექმნა. ეს თურქული კავშირი, როგორც ერთი ერთეული, ავტორიტარული პანთურქული და ასე შემდეგ, საფრთხეა ევროკავშირისთვის. კვიპროსის ტერიტორიების ნაწილი რო ოკუპირებული აქვს მაგალითად. ეს ცალკე თემაა. ევროკავშირმა საერთოდ სამითი გამართა ახლა ცენტრალურ აზიაში, სადაც საბუთში ჩადო ის, რომ ცენტრალური აზიის თურქული სახელმწიფოები არ აღიარებენ კვიპროსის ჩრდილოეთ რესპუბლიკას, თურქულ რესპუბლიკას. მოკლედ, ძალიან რთული გეოპოლიტიკური საკითხი არც ევროკავშირს აწყობს აქ ესეთი თურქული კავშირის, ანუ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა ეხლა არის პრიორიტეტი დასავლეთისთვის, ინდოეთისთვის, ამიტომ ემთხვევა ირანისთვის, ამიტომ ემთხვევა ინტერესები, მაგრამ საქართველოსთვისაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს მე უკვე ახსენი რატომ. მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს საკუთარი ინტერესების წინააღმდეგ მიდის დღეს და იმის ნაცვლად, რომ სომხეთთან ერთად ევროკავშირისკენ წავიდეს და საქართველოს სომხეთი ევროკავშირის ნაწილი გახდნენ და იმიტომ რომ ევროკავშირი ძალიან დაინტერესებული არის მათ შორის ამ ზანგეზურის სუნიკის კონტროლით. ევროკავშირის ნაწილი რო გახდეს. რატო? იმიტომ რომ თურქეთის კავშირის დაბალანსების უნარი არც საქართველოს არც სომხეთს არ გააჩნია უკაცრავად სხვა რიცხვებზე და რაოდენობაზეა საუბარი მოსახლეობის. ერთადერთი ვის მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია დავაბალანსოთ რეგიონის ძალები, მარტო თურქულ კავშირზე არ არის, ჩინეთი, რუსეთი, ირანი. ეს არის თუ ჩვენ ვიქნებით რაიმე უფრო დიდი ცივილიზაციის ნაწილი და ეს ხადი არის ევროკავშირი. და ამიტომ ევროკავშირი და სომხეთი დაინტერესებული არიან ინტეგრაციით. და აქ ჩნდება საქართველო, სადაც საპირისპირო მიმართულებით მიდის მოვლენები მოკლედ. ამიტომ სომხეთის პოლიტიკა დღეს მიმართულია მაქსიმალურად ახალი თანამშრომლობის ცენტრების პოვნაზე, მაგრამ პრინციპში ყველაფერი იქნებოდა სწორი, იდეალური სომხეთისთვის სწორიც, მათ შორის და რუსეთის გავლენის შემცირდებოდა თუ საქართველოს დღეს იქნებოდა აქტიური ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. და ზუსტად ეს რომ არ არის, ეს არის ყველაზე დიდი რისკი დღეს მათ შორის სომხეთისთვის, იმიტომ რომ შეიძლება არ გამოვიდეს რუსეთისგან ეს დამოუკიდებლობის პროცესი და დაშორების პროცესი. ძალიან საინტერესოა. კი ბატონო, მე ვფიქრობ, რომ ჩემი მხრიდან ყველა კითხვა ამოვწურა. ძალიან დიდი მადლობა ძალიან საინტერესო საუბრისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენ მაყურებელს, რომ ბოლომდე გვიყურეთ. გთხოვთ კიდევ ერთხელ, რომ არ დაიზაროთ, მოიწონოთ ჩვენი ვიდეო, აქტიუროთ კომენტარებში და გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის გვერდი. ჩვენ შევხვდებით შემდეგ სამშაბათს ისევ 8 საათზე.